უპირველეს ყოვლისა დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მადლობა ასევე ილიას უნივერსიტეტს ლიგამოსის წიგნის მაღაზიას იმისთვის რომ დაგვითმო სივრცე. დღეს გაიმართება თეოლოგიურ საგანმანათლებლო ხასიათის ჟურნალის ზღვარის 25 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია, რომელიც ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ განსხვავდება წინა ნომრებისაგან, ვინაიდან ეძღვნება მხოლოდ ერთ ავტორს, მხოლოდ ერთ თეოლოგს, უმნიშვნელოვანეს თეოლოგს, მიტროპოლიტ იოანე ზიზიულას, მის შემოქმედებას. უაღრესად საინტერესო თეოლოგებით და თარგმანებით არის წარმოდგენილი ეს ნომერი. ამის შესახებ უფრო ცლად თავად ამ იდეის ავტორი, რომ მხოლოდ იოანე ზიზულას დათმებოდა ეს გამოცემა მამა გიორგი ისაუბრებს. მოგესალმებით მამა გიორგის საყვარელი თეოლოგია, უძვირფასეს თეოლოგია იოანე ზიზულას და სწორედ მისი იდეა იყო, რომ ეს ნომერი ამ შესანიშნავ თანამედროვე ღვთისმეტყველს დათმობოდა. 2 სიტყვით გეტყვით იმის შესახებ, რომ ზღვარი დაფუძნდა თავის დროზე 2003 წელს, როდესაც ჩვენ სემინარი აკადემიაში სწავლობდით, დავაფუძნეთ თანამოაზრეებთან ერთად. ეს იყო გამოცემა, რომელიც სრულად განსხვავდებოდა მაშინდელი საეკლესიო მართლმადებლური თეოლოგიური ხასიათის გამოცემებისგან, იმ გაგებით, რომ ჩვენ ბეჭდავდით უპირატესად დასავლელ მართლმადებელ ავტორებს. იმ ავტორებს, რომლებსაც არ მიესალმებოდნენ მაშინ ჩვენს ეკლესიაში. ეს დღეს უკვე ასე თუ ისე გატყდა ეს ყინული ამ თვალსაზრისით. ისეთ სახელები, როგორც არის ალექსანდრე შმემანი, ან მეინდორფი, იგივე ზიზიულასი, პირველი ნომერი საერთოდ გამოვეცით 2003 წელს. პირველი ნომრის ცენტრალური სტატია იყო სწორედ იოანე ზიზიულასის მოხსენება, ფუნდამენტური ხასიათის მოხსენება ეკლესია და მესამე ათასწლეული გამოწვევების წინაშე, რა გამოწვევების წინაშე დგას ეკლესია ამ თვალსაზრისით, როგორც შეიძლება უპასუხოს ქრისტიანულ მართლმადებლობამ ამ გამოწვევებს. ამაზე იყო სწორედ ეს სტატია, რომელიც ახლაც გადმოვბეჭდეთ მისი მნიშვნელობის გამო ამ ნომერში და აი ეს იყო ის სიახლე მაშინ, რომელიც არ იყო მაინც და მაინც ასე ვთქვათ დადებითად მიღებული და აღქმული, რბილად რომ ვთქვათ, იმ პერიოდის ჩვენს აკადემიურ თუ საეკლესიო გარემოში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მისი გამოცემა, მაგრამ 2006 წელს შეწყდა ეს გამოცემა. ეს გამოცემა იყო აბსოლუტურად ენთუზიაზმის საფუძველზე წამოწყებული. ჩვენ უსასყიდლოდ მუშაობდით, ჩემ მეგობრებთან ერთად უსასყიდლოდ მუშაობდი ამ გამოცემაზე. ძალიან ძვირფასი მხარდამჭერები ყავდა ამ თვალსაზრისით, რომლებიც ბეჭდვას და ტექნიკურ საკითხებს უზრუნველყოფდნენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით აი მერაბ ბასილაიას უთხრა მადლობა, იმიტომ რომ ის იყო ალპეს ხელმძღვანელი, რომელიც აი ძალიან მეძღრად იდგა ჩვენს მხარში მაშინ სხვა ორგანიზაციებით და 2006 წელს შევწყვიტეთ, იმიტომ რომ აღარ მქონდა მაგის შესაძლებლობა, რომ გაგვეგრძელებინა გამოცემა, მაგრამ მერე დიდი ხნის ასე ვთქვათ ყარიბობის, უშედეგო ყარიბობის და უშედეგო ასე ვთქვათ სიარულის სხვა ფონდებში და სხვა ორგანიზაციებთან და ადამიანებთან, რომლებსაც შეეძლოთ ამ გამოცემის მხარდაჭერა, მიუხედავად მაინც 2021 წელს, აი 5 ივლისის ცნობილი მოვლენების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გაგვედგინა ეს ჟურნალი, გამოგვეცა ხელახლა და მაშინ ფასდაუდებელი მხარდაჭერა გაგვიწია კონრად ადენაუერის ფონდმა, მერე შემოგვიერთდა USAID, რომელიც სამწუხაროდ დღეს აღარ არსებობს და შეწყდა ჩვენი გამოცემა ამ თვალსაზრისით, აი ასე ვთქვათ, ფინანსური უზრუნველყოფა ამ გამოცემისა შეწყდა და ეს ჟურნალი, მთელი ეს ნომერი ფაქტობრივად სრულ ენთუზიაზმზე არის დაფუძნებული, გარდა იმისა, რომ კონსტანტინოპოლის ქართულმა სამრევლომ ასე ვთქვათ, დიდი ამაგი გაწია დაბეჭდას, უშუალოდ დაბეჭდას, ითავა დაბეჭდა ამ ნომრისა. დანარჩენი, ესე იგი, უცხოელი ავტორებიც, თარგმნელებიც, შესანიშნავი თარგმნელები, მამა გიორგი ისაუბრებს 2 სიტყვით ამის შესახებ, მუშაობდნენ ენთუზიაზმის დონეზე, ისე როგორც
ჩვენი რედაქცია. ამ თვალსაზრისით ჩვენ მომავალში გეგმავთ რომ იქნებ შესაძლებელი იყოს თქვათ რომ აი თქვათ იმ ადამიანების მხრიდან რომლებსაც აინტერესებს ეს გამოცემა რომლებიც ძვირფასია და ხედავენ ამ გამოცემის მნიშვნელობას და ჩვენთან ერთად რასაკვირველია შევძლოთ ამ გამოცემის გაგრძელება და აი რაღაცა ამ თვალსაზრისით თავი მოუყაროთ შესაძლებლობებს, ხო? ნახოთ როგორ იქნება ეს საკითხი, ამაზე მსჯელობთ, ეხლა როგორ შეგვიძლია ამ ყველაფრის ასე ვთქვათ უზრუნველყოფა სამომავლოდ, მაგრამ ნუ დღეს კარგი დღეა იმ გაგებით, რომ აი ესეთ შესანიშნავი ჟურნალი უნდა წარვადგინოთ და მამა გიორგიმ უნდა ისაუბროს თავად იოანე ზიზიულასის თეოლოგიის მნიშვნელობის შესახებ, ხო? ამიტომ მე ვთხოვ მამა გიორგის მობრძანდეს და ჟურნალის შესახებაც თქვას, ასევე ავტორების შესახებ, ამ ნომრის ავტორების შესახებ და ასევე უშუალოდ იოანე ზიზიულასის მნიშვნელობის შესახებ სიამოვნებით მოусმენთ მის ნააზრევს. ნაცნობიდან უცნობისკენ ვივლი, ადვილიდან რთულისკენ და იქნება ასე ჩემ გაჭირვებას ეშველოს, იმიტომ რომ ერთის მხრივ 3-4 დღეა ძალიან ვღელავ, როგორც კი ჩაინიშნა ეს შეხვედრა, მაგრამ მეორეს მხრივ ამ მომზადების ესე ვთქვათ პერიოდში ყოველთვის ასე ხდება, სხვა დროსაც ასე ხდება, განსაკუთრებულად ბევრ სიკეთეს ვიღებ მე თვითონ, იმიტომ რომ იმ თემის გარშემო ვიწყებ უფრო ინტენსიურად ფიქრს, რაღაცეების დაზუსტებას, რაღაცეების მოძიებას და ძალიან მადლობელი ვხდები ხოლმე მე იმ ესე ვთქვათ თვითონ იმ მოვლენით, რომელიც ჯერ კიდე წინ მელის, აი გზაზე უკვე რაღაცა სიკეთეები მე მემართება. ახლა მთავარია რომ ეს სიკეთეები თქვენც გაგიზიაროთ და თქვენც აი როგორც აქ სხვაებიც ამბობენ, დაგაავადოთ ამითი, ავად გავხდეთ ამ თეოლოგით. და სხვადასხვა ესეთი თავხედური აზრებიც მომდის ხოლმე თავში, მაგალითად, ახლა ისეთ რამეებზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ცოტა ეს მე მგონი შეიძლება დაემსგავსოს იმას, რა ქვია, ну თავხედური რომ თქვენთანაც მიხდებით, შეიძლება დაემსგავსოს პავლე მოციქული რო არაოპაკში ჩავა და ფილოსოფოსებს რო ელაპარაკებდა და კაი რამეები ესმით და მე მკვეთრად აღდგომაზე რო ეტყვის, მე რო დაემშვიდობებიან, ხო გახსოვთ ეგ ამბავი, რომ მაგაზე მე ვილაპარაკოთ, მით უმეტეს ვნახეთ ახლა ჩვენ ამ ასწინებზე ეგ ადგილი და ახლა ესქატოლოგი ბოლო წიგნზე როცა ვიტყვი, მაშინ მივადგებით ამას, მაგრამ წინასწარ რო შეგამზადოთ, ესე იგი ცოტა კიდე რომ იქნებ მოუხდეს ამ სიტუაციას და მე ცოტა მომეშვეს, აი ერთი ისტორია ძალიან ყოფითი, კარგად გამოხატავს იმას, რაც შეიძლება ახლა მოხდეს აქ რა. დილით ადრე ვიყავი და ესე გასული ბაზრობაზე და უბრალოდ უნდა დამექირავებინა მუშები იმისთვის რომ რაღაც სახში გავკვეთები აღარ მახსოვს რა და ესე რა ქვია და ჯერ კიდე ძალიან ადრე იყო და ამიტომ რაღაც ველოდებოდი რაღაც მაღაზიის გახსნა და ვლაპარაკობდი ამ ესე ვთქვათ ბიჭებთან, ჩემ ტოლებთან, თანატოლებთან ასე სამღვდელო კაბით თუ სამოსით და გაუხარდა დილა ადრე არის ძალიან რა ვიცი რაღაც მასა ლაპარაკობთ რაღაცა სიზმარი ხა მერთის არსებობა რა კარგია ვლაპარაკობთ ასე უბრალოდ აგერა ხარ გამოსული შრომელებთან რაღაცა ესე კარგად ყველაფერი და მე მაშინაც არ მახსოვს რატო დავიწყე მკვეთრად აღდგომაზე ლაპარაკობ ჩვენ ყველანი მკვეთრად აღდგებით გავცოცხლდებით რაღაცა ფიზიკურად ამ ბიჭებმა მითხრეს რომ მამა მოიცადეო შენ მამამდე რა კარგად ლაპარაკობდი ახლა რაღაცა აურიეო და შენ იოღოველი ხო არა ხარ და დაახლოებით ამის მეშინია, მაგრამ ამიტომ იმ თემას ბოლოსკენ მოვიტოვებ. ეხლა რაც შეეხება თვითონ ზიზიულას მართლა აქ ციტირებები კაი რაღაცა, რა ვიცი, ახლა მოდი თავად ციტატის ავტორების გარეშე და ზოგიერთი აქ არის და მაგალითად ერთმანეთს რომ ამ ავტორის შემდეგ სხვა ავტორებს უკვე მართლმადიდებლურს ვეღარ ვკითხულობ რა. აი წარმოუდგენელი ისეთ სიმაღლეებს გაძლევს რომ მე უკვე დაბლა უბრალოდ არ ჩამოხვალ უბრალოდ. მეც რაღაცად გადაარჩინა ჩემი სარწმუნოებაც ამ ყველაფერმა ზიზულას ამ ღმერთზე ჩემი წარმოდგენები იმის შემდეგ რაც ვთქვათ მე თვითონაც რაღაცებს კრიტიკულად შევხედე მე ნაწილი ვთქვათ
სხვებთან ურთიერთობაში, ათეისტებთან, მაგალითად დოკინს უსმენდი ბევრს რაღაც ძალიან არ ვიცი რა, როგორი მადლიერი ვარ, მაგ კაცს დრო იცოდეს, რომ ხუდელი ესე კიდევ უფრო მეტად გააქრისტიანა, შეიძლება ვეღარ გადაიტანო შეიძლება რიჩარდ დოკინსმა, რომ ხუდელი მადლობელი ვარ, რომ ჩამოქნა ჩემგან არაჩვეულებრივი კარგი ქრისტიანობა და ღმერთზე წარმოდგენა ამ ავტორებამდე მიმიყვანა. და გადაარჩინა ჩემშიც ეს ღმერთზე წარმოდგენა და აი აქ წინასიტყვაობა არის რაღაცა პატარა რედაქტორს ევალება და იქაც აღვნიშნე, რომ მაგალითად როცა გაუზიარე გიორგი შემოხტამოკლეთ თარგამაძე ერთხელ და უთხარი რომ გითხოვა ნახე ეს ავტორი და აქაც აღვნიშნე წინასიტყვაობაშიც დავწერე, რომ ეს შეფასება რაც მაშინ გითხარით, რომ ჩემში გადაარჩინა ღმერთზე წარმოდგენა თქო, აი ეს მაგარი ამბავია, მთავარი ამბავია, იმიტომ რომ სხვაგანად ღმერთს ვერ დავიტოვებდი აი იმ კრიტიკის, თქვათ ფონზე, რაც მესმის და ნელ-ნელა რაღაცები გამზადებული მაქვს და ვიტყვი, მაგალითად მეცნიერებისა და ეს თქვათ ღმერთის იდეის ურთიერთ შეპირისპირების ან ერთად არსებობის თვალსაზრისით რა წინააღმდეგობებსაც ვაწყდებოდი, არა? ამას ვერ გადავლახავდი, რომ არა ეს თეოლოგია და კიდე სხვა ბევრი საკითხიც. ახლა ორი სიტყვით ამ ჟურნალზე, ხო? ეს ჟურნალი და რაც იქ როდესაც ეს შეხვედრა ჩავნიშნეთ იქ წინასწრობაში რაც ვახსენეთ, რომ ძალიან გამემართლა, მე კი ვიძახდი მართლა ეს ზიზულას მე ზოგი მეუბნება და შენ ზიზულას ისე ლაპარაკობ, რომ მოაძულებო, შეაძულებო ხალხს ზიზულას, ამათი კიდე უფრო მეტად სტრესში ვარდებოდი, რომ როგორ ეხა ეს მაცოცხლებელი ამბავი მგონია და თუ კი ჩემი ნათქვამი ამ ადამიანზე სხვებს აღარ ააღებინებს ხელში ამ ავტორს, ამძიმეა თქო და ამას თალკე განვიცდიდი, მაგრამ მეორე მხრივ ისე მოხდა, რომ გარდაიცვალა ზიზულასი 3 წლის წინ, ხო? 22-ში მგონი. და მალევე ორთებერვალს მგონი და მალევე წლის თავზე რაღაცა მოვიფიქრეთ, ჯერ კიდე რაღაცა არ იყო არაფერი დიდი, ესე ვთქვათ, სამეცნიერო კონფერენციები რაღაცა მის სახელთან დაკავშირებული და მოვიფიქრეთ სიცხულე ამ ყოველთვის იწევს კამერა, მაგრამ რაღაცა ციფრულ პლატფორმაზე მოსახსენებელი რაღაცა წლის თავით რაღაცა დაახლოებით ეგეთი რაღაცა იყო, ოღონდ ბურმალის გარეშე და მოკლედ პრინციპში არაფერი ვებინარი იყო, ვებინარიც არ იყო, უბრალოდ კონფერენცია იყო რაღაცა ციფრულ პლატფორმაზე და ძალიან კაი მასშტაბი შეიძინა მან, არაჩვეულებრივი მასშტაბი. ახლა ეს ჩვენ სინამდვილეშია, რომ რა ვიცი, ახლა ამასაც არ უნდა მომოვიდე და ჯობია არ ვიტყვი. მოკლედ მივწერე როუენ უილიამს წერილი, არ ვიცნობ ადამიანს და ნუ არაფერი უბრალოდ გაცნობით რაღაცა თხოვნით და მიპასუხა კენტერბერილის ყოფილი მთავარეპისკოპოსი, ანგლიკანური ეკლესიის მეთაური. მიპასუხა და თავაზიანად ერთი პასუხი, მეორე, მესამე და ჩემი თხოვნა რომ ჩვენ ვაპირებთ ივანე ზიზულას, რატომ მას? იმიტომ რომ მისი წინასიტყვაობა ახლავს აი მეორე წიგნს, რომელიც გამოცემული ახლა კი სხვა გამოცემა გამოსცემს, მაგრამ იგივე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თურმე მორჩაფული მე როგორც გავიგე, მე მეგონა ისე რა ქვია. ნუ ეს ხეშეთ კი არ გამომდის პირიქით, მოკლედ სპეც ფონდებიდან დაგვითმეს ამის სათარგმნელად წიგნის მეორე წიგნია, ესე ფუნდამენტური ივანე ზიზულასის ჩვენ თანაზიარება და სხვა ყოფნად თარგმნეთ. და მისი წინასიტყვაობა არის აი როუენ უილიამსის. და ამიტომ მას ვთხოვე რომ აი ამ წლის თავს რომელსაც გამართავდით ესე ვთქვათ, გარდაცვალებიდან 1 წლის აღნიშნავს რომ გამართავდით, მას რაღაც ვიდეო მიმართვა ან ჩართულობა ვერა და რაღაც მიმართვა გაავრცელა. როუენ უილიამსი მიმართვა. აქ ჩვენს სინამდვილეში ახლა თამარ გრძელიძეზე პოპულარული კი არა და სახელოვანი თეოლოგი, ბევრია კი, როგორ არ არის, კი, სხვაებიც არიან, მაგრამ კალტონი თამარი განსაკუთრებული სახელით სარგებლობს რაღაცაც მიხვალ, ყველა კონფერენცია მის დაარსებული, ყველა რაღაცა შეკრებებზე მასთან ნაცნობობას გეკითხებიან და ასე შემდეგ და ის დაგვთანხმდა რომ ესე ამ შეხვედრაზე რაღაცა ესე ვთქვათ მე სტუდენტმა ესე გვითხრა იანგოს ოღლუს ხო მეცნიერის რომელიც ისე კარგად იცნობდა თავის დროზე თურმე ზიზიულას რომ რაღაც კიდე საოცარი ისტორია დიდხანს ილაპარაკა ამაზე რომ ის ასევე ზიზიულასით მოწამული ჯერ კიდე ახალგაზრდა ისდა და თავის მეგობრებთან სადაც კაფეში ყვებოდა პიროვნულობის ონტოლოგიაზე პიროვნულობა როგორ ესმის ქრისტიანობას პიროვნულობა და ინდივიდუალიზმი ერთმანეთისაგან დიდად სხვაობს
პიროვნულობის რაღაცა განსაკუთრებული გაგება შემოაქვს სამებაზე სწავლება გვაჩუკა ერთადერთი აი როგორც კიდე ერთხელ მამუკას რო დავესწროს ხო თქვა ისეთი განტოლების ამოხსნა რომელიც სხვა არ არსებობს უბრალოდ სხვა ამოხსნა ამას არ აქვს პიროვნულობის გაგებას სხვა ამოხსნა არ აქვს თუ არა სამების თეოლოგიიდან ამოსული ეგ არის რაღაცა ხო პიროვნულობაზე რაღაცა ლევინასი რაღაცა სხვები რაღაც მაგრამ სულ ჩიხი არის ხოლმე ხო ან ეს წააწყდება არარსებობაში მიგიწღვის ან სიკვდილთან შეხების დროს შესაძლებელი ხდება, აი როგორც ლევინასთან არის სიკვდილთან შეხების დროს შესაძლებელი ხდება საკუთარი ეს თქვათ აი პიროვნული რაღაცა იდენტიფიცირება და სიცოცხლეში დარჩენა და პიროვნულობა, მოკლედ აი აქ არის აი მის მიერ ამ სამების თეოლოგიის გახსნა. მის კი არა და უფრო მეტად კაბადოკიელები, უფრო მეტად კი არა პირველ რიგში კაბადოკიელები ყოფილა ეს და ავთენტური მართლმადიდებლობა და ეს მაქსიმი აღსარებელი და ამას რო ყვებოდა ეს იანგოსოხული თურმე თავზე წაადგა ზიზიულასი და უთქვამს რომ ისე რა ქვია რა კარგამსაუბრო ხო ერთი კარგი მეცნიერიაო და იმის არ იცოდა პირადად ხო და მე ამ მოკლედ მიიწია და მე ვარო და რაღაც სასწაული ისტორია აქვს მოკლედ რა ის კაციც ჩაერთო ამ ჩვენს რა ქვია ვებინარში მოკლედ კარგი რამე გამოვიდა ეს ერთი წლის თავზე ამიტი ცოტა მომეშვა რომ მარტო კი არ ვაფუჭებს ზიზულასის სახელს არამედ რაღაცა შეიძლება დადებითიც შემაქ მე ისე მოხდა რომ ერთი წლის თავზე კონფერენციაც გაიმართა უკვე წლინახევრის თავზე კონფერენციაც გაიმართა სტამბოლში და რა თქმა უნდა წავედი და ისევ მადლობა და იქაც წავედი იქაც მამაელიამ კარგად გვიმასპინძლა არაფერი არ გქონდა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო რა სტამბოლში ამერიკიდან, ინგლისიდან, რა ვიცი, მთელი ევროპიდან მოკლედ და იქაც გავიცანი აი ეს ხალხი პირდაპირ მართლა ეს ამ კონფერენციაზე მართლა ამ შესვენებებზე როდესაც ადამიანებთან საუბრობ, ურთიერთობ ეს ძალიან კიდე დამატებით შინაარსებს აძლიერებს მოკლედ რა იქ იყო გეჩა ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან რომელიც ლაპარაკობდა რაღაც თითქოს კრიტიკას ცდილობენ რაღაცა თითქოს რაღაცის პერსონალიზმი თითქოს რაღაცა მართლმადიდებლობას არ უხდება არ ჯდება რაღაცებს და იმ კაცმა თქვა ეს კარიკატურულია ის ნუ საიდან იქნება ახლა ეს ზიზულასის კრიტიკა რომელ სივრცეში იქნება ხო გასაგებია რატომღაც ემთხვევა ამას რომ რუსულ რა ვიცი თეოლოგია თუ რა ქვია იმ წრეებიდან რაღაც კრიტიკას ცდილობენო და უბრალოდ იმ ადამიანმა თქვა რომ ეს არის უბრალოდ კარიკატურა ეს არც ესმით უბრალოდ რა არც ესმით რაზე ლაპარაკობს ის და ცდილობენ ამის კრიტიკას და მეც როდესაც აქ ჩემი მეგობრებს უთქვამთ რომ ან კოლეგებს უთქვამთ რომ აი შენ მარტო რაღაცა დადებით აღმატებულ ხარისხში საუბრობ მასზე და ნახე მისი კრიტიკა და რომ აიღებ კრიტიკას და ხედავ რომ უბრალოდ ისა რა ქვია მახსენდება სულ სხვა წიგნიდან კირიონ საძაგლიშვილის ისა რა ქვია პასუხი და ზუსტად ეგეთი პასუხი მოგივა ენაზე რა ენის წვერზე რომ იქ ვიღაცა იქ ხო აქ ეს ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში ხო კირიონ საძაგლიშვილს რუსულად დაწერა სპეციალურად მე მოაქართული და იქ ვიღაცა მასთან შედის პოლემიკაში და ისენება მე მგონი რაღაც ანუ თითქოს ხო და ეს დავახსოვდობთ ეს ფრაზა ხო და თუ არ იცი ნუ ლაპარაკობა ესე ეთქვის უხეშად იქ რა ვიცი მის ენაზე რა მოკლედ აი დაახლოებით ეგეთი კრიტიკა არის რომელიც მე წამეკითხავს მიუხედავად იმისა რომ დიდი წიგნია ფერადია ამაზონზე იყიდება და რაღაცა რომ წამეკითხავს მიწვალე ახლოს ვერ მიდიან უბრალოდ ვერ წულებიან სხვათა შორის აი ამ წიგნში თანაზიერება და სხვა ყოფნა ეს წიგნი თავისუფლად არის ინტერნეტში იმიტომ რომ ქრისტიანულმა კულტურამ იცის საჩუქრის ფასი და ეთქობა რაღაცა მართლა სერიოზული გჭირს რომ ვერ გავიგეთ რომ ჩუქნიდნენ რაღაცას აი რატო ჩუქნის ქრისტიანი რო იტყვის ღმერთი რომელმაც სიცოცხლეში საჩუქრით შემოგიყვანა საერთოდ უპირობოდ უბრალოდ ჩუქების გამო შენ რომ მე აბრალებ უბრალოდ უმადურობას რო თავი დავანებო და ცილის წაება კიდე ქრისტიანობის გაუგებრობა როდესაც ვერ ხვდები რატო შეიძლება რომ სხვამ რამე გაჩუქოს და როცა იწყებ ფიქსო იქ რაღაცა აუცილებლად უნდა და რა უნდა ხო რამდენია რომელი ერთი ვთქვათ და გულისხმობ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკის საელჩოს და იმ თანამშრომლებს ყველას ვინც ძალიან აღვნიშნეთ კიდევაც განსაკუთრებული წვლილი
თამარ სირბილაძეს და სხვების ანახარი ბეგაშვილის და სხვების. და ეს წიგნი არის მოკლედ თავისუფლად ელექტრონული ვერსია რა ინტერნეტში და ძალიან გირჩევდა. აქ არის სწორედ ესეთი ერთ-ერთი პოლემიკური ამბავი, როდესაც სულის უკვდავების არ უკვდავების ამბავი და სულის ქრისტიანული გაგებაა, სულის უკვდავება სულეთი, იქ უკეთესი ხალხი მელის, იქ თავისიანებს შეხვდება. ეს არის თუ პლატონის ისა რა ქვია სად არის რომელში არც ვიცი ხა მე ესე კარგად დედანი ტექსტი კი მაქვს წაკითხული, მაგრამ უკვე აღარ მახსოვს ხო სოკრატეს როდესაც მიუჯიან სიკვდილს და მე ეს მთელი ეს ამბები სადაც არის აღწერილი, ხო და მოკლედ ეს პლატონიზმია თურმე რა ეს სულეთი და ესეთი ამბები ეს სულ პლატონიზმი და ქრისტიანულ ამბებთან ახლოს არ არის და აი აქ მოკლედ პოლემიკაში შემოდის მასთან ერთი პროფესორი და აქ პასუხს ცემს და აი პასუხი სადაც მიგების ისა რა ქვია ნაწილი ძალიან საინტერესოა ამ წიგნში რა პირდაპირ ესე ქვია რომ სულის უკვდავების შესახებ და ძალიან ყოველთვის პოლემიკურად საინტერესო ამბავია უცებ რო იწყებ ამაზე ლაპარაკს ადამიანი იმ წუთში ემართება ცუდად ხდება ხოლმე რა ესე დავემართა მეც ასე ქართულ ეპისკოპოსთან შევედი ესე კამაჩი და იმდენივე კამაჩი რომ მე ერთი 10 დღის მერე მომიკითხა და მითხრა ხო ჯანმრთელად ხარო იმ გაგებით რომ რაღაც ნამეტანი არეულ ამბებს ყვებოდი სინამდვილეში არ იყო არეული ამბები სინამდვილეში მართლაც ძალიან დასაბუთებულად კარგად ლაპარაკობს და ეს ერთ-ერთი თემა იყო რაზეც მინდოდა მე ლაპარაკა და ბარემ იყოს რომ უკვდავი არის მხოლოდ ღმერთი და სხვა ყველაფერს ეს უკვდავება შეიძლება უბრალოდ აჩუქოს, გაუზიაროს, არაფერი სული არ არის ეს სუბსტანცია რომ უკვდავება მოყვებოდეს ინსტრუქციით. არ არის ეგეთი რაღაცა, არაფერს არ მოყვება უკვდავება. ხო, და უკვდავება ბევრი კიდე სხვა არაფერი არის, კიდე სხვა რაღაც უმნიშვნელოვანესი რამეებია და მოკლედ აი ამ გაგებითაც ქრისტიანებს და წმინდა მამებს თურმე ჰქონდათ აი ეს რეაქცია, რომ ქრისტიანობა და ბიბლიური ღმერთის რწმენა. ქრისტიანობას არა ლაპარაკი, სხვადასხვა ამ ერთი ღმერთის რწმენის ამბავიც მხოლოდ ამ ავტორით საუკეთესოდ ამ ავტორით გადაწყდება. რომ ერთი ღმერთის რწმენა შეგვეძლოს ჩვენ ებრაელებს, ისლამის წარმომადგენლებს, ხო, ეს სამების ესე ვთქვათ ნიუანსებში შესვლის გარეშე. ჩვენ თვითონაც ძალიან გვჭირდება ერთი ღმერთის იდეის გაგება. რა არის ეს ერთი ღმერთი? საყვედურებით სავსეა ეს წიგნი, აი სასაულია, როდესაც მაგალითად ჩვენ სასულიერო პირებისადმი საყვედური აქვს, რომ აი რო ნახავ მღვდელსო, რომელიც სიკვდილს განადიდებსო რა, აი პანაშვიძე ნახავ და ამბობსო, აი კარგია, გადავიდა სულეთში, გარდაიცვალა საშინელებაო, სულთა პლატონიზმიაო, ეს და ასეც არის სინამდვილეში და მეც მქონდა ეს ცოდვაში და ახლა ასე აღარ ვიქცევი და ამ გაგებით ჩვენი მთელი ტექსტებით სულ როცა პანაშვიდს ვიხდი სულ მიწევს რომ ჩავშალო რომ სულს ამის საკეთილ რა არის სულის ხეული ცალცალკე არ ღირს რომ მოვიაზროთ თურმე ადამიანი ერთია ერთი რაღაცაა ეს სხეულებრივი ამბავია ხო განსხეულებული სული ან არ ვიცი რაღაც ხასიათად შეიძლება უფრო სული თქვა ვიდრე ცალკე სუბსტანცია და ეს ძალიან პოლემიკური ყველაზე ისეთი საკითხია ხო ხედავ ვატყობ რაღაც ინტერესი ჩაგაგდე და ამის მეც ვეძრაებ ვერაფერს ვერ გავაკეთებ რომ ინტერესი გავაცოცხლო მით უმეტეს რომ ეს წიგნი ხელმისაწვდომია ელექტრონულად ციფრულად მშვენივრად PDF-შიც Word-შიც ყველანაირად ძიებაში ჩაწერ პირდაპირ თავი არის და შეიძლება ამაზე მე წახვიდე მსჯელობებში ხოდა ჩვენს მიმართაც ესე ვთქვათ ერთღმერთიანობას რო დაუბრუნდეთ იქაც საყვედურია გამგდოს რო კითხო ვის მიმართ ლოცულობ აი წირვაში ახლა ჩვენ კი ხმამაღლა ვკითხულობთ ამ ლოცვებს და ჩვენი მრევლის წევრები პირველ ქრისტიანებს გვანან იმიტომ რომ მე მგონი კარგად ესმით ეს ერთი მთლიანობა უბრალოდ აი ანაფორის ლოცვის ეგაუმტყოფობაც ჭირს მოდი წირვაზე მოდი რაღაც უნდა გაგაგონო განსაკუთრებული ესე მგონია რაღაც ვერა ვარ მეც ესე რა ქვია თლად ამდენი სიახლეების ფონზე ესე ზოგჯერ ტაქტი ყოფნის ზოგჯერ რაღაცებს უბრალოდ სწორად ვერ საზღვრავ და ხო და აი ერთი მთლიანობა რო არის ამ ანაფორის ლოცვაში ჩვენ ახლა კარგად ამას აქცენტებს ვაკეთებთ ხოლმე არა სულ შენ და ვინ არის შენ მამა ღმერთი არის და სიზიულეს საყვედურობს ხალხს რომ სასულიერო პირებს ჩვენ თავის კოლეგებს რომ აბა რო კითხო რომ ვის მიემართება გეტყვის რა ღმერთს რა მნიშვნელობა მამა ძე სულიწმინდა ერთია ყველა ღმერთი რაღაც სამება
რაღაც ამპიროვანი ერთად რაღაცა ისე კი პასუხებენ და აი ეს გაყოფა, აი ეს ფუნქციური, ესე ვთქვათ, Windows აკეთებს, ხო გეწყინება ეხლა რომ ეხლა ჩემ მონათესავებმა ორი ძმა არის და ძლებმა გაუგვატანეს ყველი და ჩემ ცოლმა სხვას მისწერა პასუხი, რომელსაც ხოსაწყენი ხა მე როგორ იგოს რომ ამას მისწერა პასუხი და არა იმას, ვინც სინამდვილეში წავიდა და ეს ყველი მას არ ქონდა, წარმოიდგინეთ. და წავიდა, სხვას გამოართვა და გამოვატანა მე. ხო, წარმოიდგინეთ და ამაში ახლა რო უთხრა, სხვას რო უთხრა, მადლობა ამის გამო. ადამიანი ხო უბრალოდ საწყენი და წარმოიდგინეთ ღმერთი. არ უნდა წარმოიდგინოთ ღმერთი, ღმერთსაც ეწყინება მოკლედ. ძალიან არასწორია, როდესაც ის რასაც მამა აკეთებს, სულიწმინდას მიაწერო, ის რასაც სულიწმინდა აკეთებს, ძეზე გეგონოს რო ძე აკეთებს და ის ასე ცდილობს რომ მისი იყოს ესა, ხო? მისი სახელი იყოს, მისი ქმედება იყოს და შენთვის ეს სულ ერთია. აი ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა დარდით მოვკვდები რომ ისა რა ქვია, რაღაცა ეს ყოფითი მაგალითი რომ ასე შეურია, არ ვიცი, კარგია, ცუდია, ვერ გავიგე. გასაგები კი ამარ კარგი ეთყობა არ იყო ძალიან. მაგრამ ხო ხვდებით რასაც ვამბობ. ეს ძალიან არა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანადაა აქ ისე გადმოცემული ამ ამბავში რა. ხო. ეხლა ისე ჟურნალს და კიდე ცოტა მე თუ გინდათ ეხლა ბეკამ მართლა სულ არაფერი რა ვიცი მე მაგალითად მათი ჟურნალი და როდესაც მართლა ეს 2003 წლიდან დაიწყეს აი გრიგოლ თერაძე კი მე ეკლესიამ წმინდა შერაცხა ან მანამდე უკვე შერაცხული იყო მაგრამ არ იყო მის გარშემო მთელი სიცოცხლე გააჩინა ბეკამ ამ ჟურნალით მე ეს მახსოვს სიზილასი არ მახსოვს თვითონაც მაშინ არ ვიცი ნუ ბევრი სხვა ავტორიც ხო შემემას დამოუკიდებლად ვკითხულობდი რაღაცებს შემეძლო დამოუკიდებლად წამეკითხა და ალბათ მათთვის ვისაც არ შეეძლო გაეკეთებინა მათთვის დიდი საქმე იყო სხვა ავტორები რომ მისცა ამ ჟურნალმა გასაცნობად მაგრამ ჩემთვის როგორც გითხარი ბეკა შე რაღაცა ესე მეგონი რომ რაღაცა გრიგოლ თერაძის რაღაცა ის იყავი მოციქული რა ქუჩაში დაგინახავდი ვფიქრობდი რომ აუ რა ბედნიერი არის თან მთელ საზოგადოებასთან მის ნათესავებთან ყველასთან ძალიან ბევრი ეს მე ეს ერთი მახსოვს და კიდე რამდენი ესეთი კარგი საქმე აქვს ამ ჟურნალს და მის გარშემო ვინც იყვნენ ადამიანები ზურა დავითი ყველა თქვენად ვინც ახსენეთ და ახლა მიხარია რომ მე დამიმგზავრეს ამ საქმეში თან უცებ ახლა რადგან მღვდელი ეთყობა და ჯერ მე შევხვდით და მაგიტო თორე მამა ილიას მოუწევდა ისე თავარი რედაქტორი ვარ მოკლედ და აი და სინამდვილეში კი მართლა პატივი არა მარტო ბეკასთან ერთად ასევე ქალბატონ თამართან ერთადაც გრძელი ძესთან რომელიც ну არ ვიცი თეოლოგიის ძალიან კარგი სპეციალისტი მცოდნე რა ვიცი დოქტორი პროფესორი ელჩი ვატიკანში საქართველოს რაღაცების განმავლობაში და ისიც ჩვენთან ერთად მოკლედ აი ამ სარედაქციო საქმეში არის ის არჩევს ავტორებს ახლა ყველა ეს ტექსტი რომელიც აი ამ ბოლო ჟურნალშია ხო სულ ახალი ტექსტებია ზიზულასის შესახებ სულ ახალი ტექსტებია და სულ მან მოიპოვა ეს პირადი ნაცნობობით ეს უფლებები მოკლედ რომ ეთარგმნა რა და ნაწილი დიდ ნაწილი თვითონ თარგმნა ნაწილი ჩვენ გადმოგვინაწილა და ჩვენ თარგმნით ამიტომ შინაარზე წაკითხული შინაარზე მოკლედ აღარ გავჩერდები ის რაც მე შემხვდა სათარგმნელად მე ყველაზე უფრო მეტად მოწონს იმიტომ რომ ბიოგრაფიაა და სხვები ხო გითხარით რაღაცები წაგვართვეს ბევრი რამე წაგვართვეს რა ისა ყველა ბუზი ბზუისო ფუტკართან ყველა ტყუისო წაგვართვეს ახლა ვერ ვიტყვით ხო და იმიტომ რომ რაღაცა სხვა გახსენდება სხვა კონტექსტი მაგრამ სლევაში ახლა აქ რაღაცა ზიზულაზე წერდნენ სხვები წერდნენ სხვები წერენ იმათზე ზუსტად ეს ანდაზა არის რა რაც არ უნდა იყოს კი მასზე წერენ მაგრამ ჯობია რომ მისი პირველ წყაროები ყოველთვის ხოლო ბიოგრაფიული ნაწილი ძალიან კარგია და ძალიან გირჩევთ რომ მოკლედ დასადებად არა და წასაკითხად იყოს. ცოტა ხანში გამოჩნდება აქ არის ეს ჩვენი ის იყო კიდე სიახლე, აქ არის შტრიხ-კოდი, რომელზეც დაანათებ და ცალკე სტატიების ფოლდერშიც აღმოჩნდებით. კალათაში აღმოჩნდებით, სადაც ყველა ტექსტი ცალ-ცალკეა და სადაც იქნება ყველა ეს ტექსტი გახმოვანებული. გახმოვანებული, ესე ცოტა ну არაუშავს ხარისხით რა. და შეიძლება რომ მოусმინოთ. რა ვიცი, მე ეს ძალიან მადგება რომ მოусმინოთ. ახლა ცოტა კიდე თვითონ ზიზიულაზე. ახლა აქ ტელეფონში წამაკ რაღაცა ბეკამათ ხო გენცონა.
ეხლა მაგალითად ეს სამების თეოლოგია და პრაქტიკაში რაღაცა ეს საყვედური რო არ გავიგონოთ, რომ ეს პრაქტიკაში რას გვაძლევს, ხო? პრაქტიკაში რას გვაძლევს? ყველაფერი თქვა გავიგეთ ღმერთზე ზუსტად, როგორი ყოფილა ღმერთი გავიგეთ და პრაქტიკაში რას მაძლევს? პრაქტიკაში ეს იმას მაძლევს, რომ ჩვენ იმდაგვარი ურთიერთობა გვმართებს ერთმანეთთან, იმდაგვარი ურთიერთობა ხო გვმართებს ერთმანეთთან, როგორც სამების პირებს. სხვაგვარი ურთიერთობა არ შეიცავს სიცოცხლეს. არის ესე იგი ყოფიერება არსებობა იქნება მხოლოდ ერთი პირობით. მხოლოდ ერთი პირობით. ისეთი პირობით და ისეთი ურთიერთობებით, როგორიც აქვს წმინდა სამების პირებს ერთმანეთში. მამას, ძეს და სულიწმინდას, როგორი ურთიერთმიმართება აქვთ, მხოლოდ იმ ყოფიერებაში შეგვიძლია ჩვენ შესვლა. მხოლოდ სხვა ყოფიერება არ არსებობს, სხვა არსებობა არ არსებობს, მარტო ღმერთს აქვს არსებობა. მარტო იმ არსებობაში შევალთ ჩვენ. და ეს პრაქტიკული თვალსაზრისით უბრალოდ ყოფით თვალსაზრისით ცulis რამეს კი ცulis. იმას ცulis რომ მე შენ მჭირდები მხოლოდ შენი სახელით, მხოლოდ შენი წარმომადგენლობით, ასე ვთქვათ, სრულიად შენ თავს რომ წარმოადგენ, შენ თავს რომ უდრი ასეთი თავისუფლებით, ასე ამოტრიალება ბევრჯერ ახსენებს სიტყვას რევოლუცია, რაღაცა კაბადოკიელებმა მოახდინესო რევოლუცია. თავისუფლების გაგება არა როგორც არჩევანის თავისუფლება, ნების თავისუფლება, რითიც ტვინი გვაქვს წაღებული, ხო? თავისუფლება როგორც ნების თავისუფლება. ნების თავისუფლება პრინციპში არ არის აბსოლუტური გაგებით თავისუფლება, იმიტომ რომ მარტო ნების თავისუფლება გვაქვს, მარტო უნდა აირჩიოს, ხო? არაფერი არ აქვს აქ, ხო? და მე კიდე მოხავს ძალიან ადვილი ამბავი, მარტო იმ ავტორს არ ექნება ეს მიგნება, რომ თუ ნების თავისუფლება, მაშინ ეს თავისუფლება თავისი აბსოლუტური მნიშვნელობით უნდა გულისხმობდეს საკუთარი თავის განადგურებასაც. ხო ესეა, ხო გახსოვთ ეგ საიდანაც არის, ხო? კირილოვის ამბავი ეგ აქვს მოყვანილი, რა ვიცით, ხო? სხვაებსაც ექნებათ ეგ ახლა აუცილებელი არა ეგ. თუ თავისუფლება არჩევანია, მაშინ თავისუფლება აბსოლუტური მნიშვნელობით უნდა გულისხმობდეს იმას, რომ არსებობასაც შევეხო, ხო? ავირჩიო არარსებობა, ხო და აი ისეთი თავისუფლება, რომელიც არარსებობასაც გულისხმობს, აბსოლუტური მნიშვნელობით თავისუფლება ვერ ყოფილა, როგორ თავისუფლება, რომელიც თავის განადგურებას გულისხმობს, როგორ არის თავისუფლება. ეხლა კი ეს დასავლურ კულტურას, დასავლურ წარმოდგენებს აკრიტიკებს, მაგრამ არა იმ გაგებით, უფრო შორს მიდის დასავლური თეოლოგია და დასავლური ქრისტიანობა, აი პლატონის, არისტოტელეს, მე ავგუსტინეს და მე თომა აკვინეს და ამ ხაზს გახვაო და აი ეს დაკარგა ავთენტური პირველადი ბიბლიური და კაბადოკიელების და მაქსიმე აღსარებლის ეს მისიის არის, რა ქვია რა. ამბავი, ამათ დაკარგაო და აი დასავლეთში ეს თავისუფლება ეს არჩევანის თავისუფლებასთანაა სულ დაკავშირებული და ზიზის ესმის თავისუფლება როგორც საკუთარ თავთან აბსოლუტური ტოლობა. მე თავისუფალი როცა მხოლოდ ჩემ თავს წარმოვადგენ. ხო? ხო და აი ეს ჩანართივით იყოს თავისუფლებაზე. მაპატიეთ უფრო დაალაგებულად თუ გაუგებარი აი სულიერი ხედვა რომ მქონდეს და ხა რომ ხედავდე რომ ვიღაცასთან წითელი აინთო უკვე რომ შეუძლებელია ეს რა. ამ პირიქით რომ გამწვანდა და მე კიდე ბოლომდე ახლა გასაგები გახდა. ეს რომ შემეძლოს კარგი არის. მოკარნახეც არ ამყავს. მყავს სახში მყავს უბრალოდ. ხო იცნობ თქვენს ხო ყავთ ეგეთი მოკარნახეები? ცოლი, შვილი, ეგეთი მოკარნახეები უცებ ხა? მაგრამ ის წეული ზიზულას ვინ შენი გაგაცნოა და რაღაც ადრე ერთხელ ხო და თავისუფლებაზე აი სიგიჟე უბრალოდ ძალიან მაგარი არის რა თავისუფლებას რომ ღმერთი ესე მხოლოდ თავის თავს უდრის და აი ესეთ საკუთარ თავთან ტოლობას გჩუქნის შენ და ასეთ ურთიერთობაში მოგიწვია შენ როცა მეორე უნდა იყოს წარმოდგენილი მხოლოდ საკუთარ თავთან ტოლობით მეორე სხვა უნდა იყოს წარმოდგენილი მხოლოდ საკუთარ თავთან ტოლობით ხო ეს სხვადყოფნა ეგ არის აბსოლუტური სხვადყოფნა აბსოლუტური სხვა ну ჩვენ ესე ვთქვათ ესა იქ მე ინგლისური კი არ ვიცი მაგრამ ახლა რაღაცას დავიხმარ ხო otherness other სხვადყოფნა კარგად თარგმნით ეს communion რამდენად კარგი თარგმანია უფრო ეკლესიასკენ ვიყავ ხარ ვიდრე ყოფითი გაგებით communion თარგმნით როგორც თანაზიარი ხო რა ვიცი უკვე დარჩა ეს ტერმინი უკვე ChatGPT-ც ამას იყენებს ან თანაზიარს მაგრამ ხო და communion სხვა არის რომ რელაცია რაღაცა ზიარი უბრალოდ ყოფითი გაგებით ჯობია ზიარი რომ შენიც არის და ჩემი იმ ზიარებასაც ამ გაგებით ვიღებ ჩვენ ზიარება საეკლესიო ტერმინი კი არ არის ან ისე რა ქვია ხო ანუ უფალოც არ არის საეკლესიო სიტყვა და არც ისე რა ქვია კიდე გარდაცვალება სიკვდილს არ ნიშნავს
გარდაცვალება ნიშნავს ცვლილებას. გარდაიცვალოს სიკვდილისაგან ცხოვრება, ან პირიქით შეიძლება ცხოვრებისაგან სიკვდილად გარდაიცვალო. გარდაიცვალო მეტი არაფერს არ ნიშნავს. გარდაიცვალო არ ნიშნავს ისა რა ქვია, სიკვდილი არის სიკვდილი, განადგურება. აი ეს თემაც მკაფიო და აქ აი რაღაცები ხა ავწდი იმას, მაგრამ თავარ რაღაცებს, თავისუფლების ამბავი, სიკვდილის ამბავი, როგორც უკანასკნელი ბოროტება, უკანასკნელი მტერი, როგორც საშინელება, საძაგელი რაღაცა სიკვდილი. და როგორ აყავს ჩვენ ეს და ჩვენ ამაში რამხელა და ბრალს გვდებს და მართალიც არის რომ გაკეთილშებულებული ყავს და ამასვე ეწევა რაღაცა ეგზისტენციალიზმის რაღაცა შეგუების ხო სიკვდილთან. რომ ჩვენი ბედია უნდა მოვკვდეთ ნაცვლად სიცოცხლის არ ამ გაგებით მე ნიჩეს შემარიგებს ყველასთან შეგარიგებთ რა მეცნიერებასთან შეგარიგებთ ფილოსოფიასთან შეგარიგებთ ვისთანაც მტრობა გქონდა ყველასთან შეგვარიგებს კრიტიკას არ მოგვაკლებს საკუთარ თავთან კრიტიკას არ მოგვაკლებს იტყვის რომ მართლმადიდებლობა ბაბილონურ ტყვეობაშია ხო აი ამ სქოლასტიკის აი ამ რაღაცა დეტალებში ჩაცვლის და არასწორი გზებით სიარულის ტყვეობაშია ათეიზმზე თქვით მეცნიერებაზეც თქვით კიდე ხო თანამედროვე ფილოსოფიასთან რო შეგვარიგებს ეგ არ მithქვავს ხო თანამედროვე ფილოსოფიასთან რო შეგვარიგებს ეგრევე იწყებს ამ წიგნს რაღაცა სულ თავის ნააზრევს ესე იგი ეს კაცი რო წაიკითხავთ ამ ესე რა ქვია მის ბიოგრაფიას უნდა იცოდეთ 56 წლამდე 56 წლის სანამ გახდებოდა იყო საერო პროფესორი სასაცილოდ გამოდის მაგრამ ოქსფორდში ამერიკაში 2 სადოქტორო აქვს ხო გახსოვთ ის ხუმრობა რო არის იყო რომის პაპი იყო ჩამოსული და გიკითხა სხვადასხვა ორჯერო ხო გახსოვთ ხო ეგრე 2 სადოქტოროა გაკეთებული ოქსფორდში უბრალოდ არ გაფორმა თორე 2 სადოქტოროა გაკეთებული ათენის უნივერსიტეტში დაიცვა მე ხარისხი უბრალოდ რაღაც ნიუანსები ამას ნახავთ იქ ბიოგრაფიაში აღარ ვიტყვი და მე 56 წლის ასაკში მოიწვიეს და ორ კვირაში გახდა ეპისკოპოსი ესეთი ფაქტი მე მგონი ამბროსი მედიოლონელის მე რა ვიცი მგონი არც ყოფილა ხა ჩვენთან რო ანომალიები იმის გამოკლებით რა თქმა უნდა ხო და იმის თქმა მინდა რომ იმ წუთში საუბარი იწყება პრანჭია კი არ არის ხა სარტრს და ლევინას და იმიტომ რომ ისეთ მასწავლებლები ყავდა ტილიხი ასწავლიდა ფლოროვსკი ასწავლიდა ვიღაცაებთან მეგობრობდა მთელი ევროპა ინგლისი ყველაფერი კემბრიჯი სულ იქ არის გლაზგოში ედინბურგში აი ესეთ უნივერსიტეტებში ასწავლიდა 56 წლამდე დაამთავრა სულ ჩამოყალიბდა სულ იწვევდნენ აბა აქ იყავი აბა იქ იყავი ესეთი მეცნიერი იყო ხო და ამიტომ აი ეს თემები თქო ხო აი ეს ფილოსოფიასთან პოსტმოდერნი აი როგორც ჟონგლიორი ბურთი რო არ გაუვარდება ხელიდან ესე არის ეგრე კარგად იცის ეს თემები კარგად ესმის ეს თემები ძალიან მაგ იმდენად კარგად მაგალითად რაც აქ არის იმას გეტყვით რომ მაგალითად აი როდესაც საუბრობს აი მყოფიერებაზე და ახლა მთავარ თემაზე და მოვრჩები ამბობენ რომ ეგ არაფერი არა ეგ ლევინასიაო რა ლევინასის იდეების გამგრძელებელია უბრალოდ რა იმდენად ახლოს არის ლევინასი ამ ჩვენს ნააზრევთან კერძოდ რომელთან და აი ამითი დავასრულებ და მოვრჩები მაგრამ ეს ძალიან კარგი თემა ისე მომწონს რომ როგორ აი ყოფიერების აუტანლობა ის ხარ ისე რა ქვია ყოფიერების როგორ არის აუტანლის სიმსუბუქის ყოფიერება ის კიდე კაი კაცია მშვენიერი რაღაცა მაგრამ აქ სხვანაირი რამე არის რომ აქ ყოფიერების აუტანლობა რა ეს ყოფიერები როგორც აქედან გავიგე და მე რო წავეკითხე ეგეც არ არის რთული ამბავი სარტრს რო ხედავ რომ აღმერთებს და კარგად ლაპარაკობს ლევინაზე რო რაღაც ლაპარაკობს რა უნდა ერთი კლიკი უნდა და გადახვალ და წაიკითხავ სარტრის no exit გამოსასვლელს გაიშხე ფრანგულად წერდა ეს ინგლისურად მე რუსულად წავიკითხე სპექტაკლია ძალიან უნდა ნახოთ უბრალოდ არა რომ 3-4 ციტატა რო შეგხვდება ხა შენ მნიშვნელოვან ავტორთან იმ კაცის გადადი წაიკითხე ხო ის რა უნდა ქნა მეტი ამით იწყებს ეგრევე ჯერ სადაც იქ რა ხდება არა უშავს ამ სპოილერსაც არაფერი არ არის ეგა რა ხდება რომ მივხვდი რომ ჯოჯოხეთი არის სხვა იმიტომ რომ მოთხოვნებია სულ შენგან ითხოვენ იქ არის მოკლედ განსაცმელში არიან ერთი კაცი და ორი ქალია და ვიღაცასთან უნდა დამეგობრდნენ ამ სამმა ხა ორმა უნდა იმეგობროს და ამიტომ ერთი მეორეს თხოვს რომ შენ ასეთი უნდა იყოს ესეთი უნდა იყოს და ეს კაცი გაგიჟდება და იტყვის მორჩა მივხვდი ჯოჯოხეთი არ არის ეს ცეცხლი და რაღაცა კუპრი არა ჯოჯოხეთი არის სხვა აი მეორე რომელიც ჩემს მიმართ ესეთი მუდმივი რაღაცა მოლოდინით არის მოთხოვნით არის ამას უნდა შეესაბამებოდე ისეთი უნდა იყოს ასეთი უნდა იყოს
აი ეს თუ არ გვაწუხებს, არა ჩვენ საზოგადოებაში ისე ძალიანაც არა პირიქით ახალ უკეთეს ამბებს გთავაზობენ. აი ეს ცუდია და ეს კარგს უნდა შეესაბამებოდე და არ მინდა, არ შემიძლია. აი ასეთი სივრცე არ ჩანს და აი ეს დასავლეთი და კულტურა და განვითარება კი ამ თავისუფლებას შენ ვერ გააკეთებ, მე გავაკეთებ. არის დარდო? მე ქრისტიანულია აბსოლუტურად. და აი ეს ყოფიერების აუტანლობა, რომ ყოფიერება როგორც ჯიბეში ჩადებული რაღაცა გრძნობ რო რაღაცა სულ მუდამ ჯიბეში გიდევს, ხო? რომ აუცილებლად უნდა იყოს ტოტალობა ყოფიერების იმპორტული სიტყვებით ინფილტრაცია, სულ ყველგან ტოტალურობა თორემ იმას ნიშნავს, რომ გადის აუცილებლად ყველა სფეროში უნდა შევიდეს, რა. და ყველაფერს არსებობის აუცილებლობა გახჭობს, არსებობის აუცილებლობა გახჭობს არსებობის იმ გაგებით, რომელიც გავრცელებულია თანამედროვე ფილოსოფიურ თუ სააზროვნო რაღაცა ველზე. არსებობა არის სავალდებულო, აუცილებელი. თუ ასე არის, მაშინ ეს არც ისე კომფორტული, არც ისე კარგი. ამაში ეს შეიძლება გულის რევასავით, აი ზოგჯერ რომ გაგახსენდება ეს სუსარტრი დაახლოებით რაღაცა მისი ტერმინები ყოფილა ჯიბეში. გულის რევას დაახლოებით ყოფიერების ეს აუტანლობა დაახლოებით ეგეთი. აუცილებლობა ყოფიერების აუცილებლობის რომ მოცემულობა ისეთია შენ აუცილებლად უნდა იყოს. და ეს იყო ახასიათებს ღმერთს, ქმნილებას, თვითონ ღმერთიც არ არის თავისუფალი იმისაგან რომ უბრალოდ არ იყოს, ის ვალდებულია რომ იყოს. და ეს რო გაიგონეს თურმე ბიბლიის ახალი აღთქმის ქრისტემ რაც სამებაზე თქვა, ამის შემდეგ ქრისტიანებმა არა თქვეს რომ ყოფიერება ეგეთი არ არის. ბიბლიური ღმერთი გვიყვება სხვაგვარ ყოფიერებაზე. თქვენ რასაც ლაპარაკობთ კი შენ რა თქმა უნდა ავტორიტეტული ვინმე ხარ პლატონ და არისტოტელე, მაგრამ ყოფიერება სხვა რამეა. არ არის ეგეთი რამე, რასაც თქვენ ამბობთ, ყოფიერება შიშველი სახით არ მოიპოვება, არ არსებობს ყოფიერება შიშველი სახით. ის აუცილებლად პიროვნულია. აი ეს მამაძე და სულიწმინდაზე სწავლებით გამოდის რომ ყოფიერებაზე წინ დგას მე ვარ ყოფი. ყოფობა მე მაქვს ყოფობა. ასე გაეცნობა ღმერთი მოსეს. და ეს ონტოლოგიაზე სწავლება, ანუ ყოფიერებაზე სწავლება, ანუ ონტოლოგია, ყოფიერებაზე სწავლება ქრისტიანობა მომოწრიალდა ესეთი მარგალიტი გვაქვს. და მე დასავლური ქრისტიანობის სახით ჩვენშიც უმრავლესობა ჩვენშიც ახლა დასავლური თურმე იქიდან ეს ავგუსტინეს და სხვებს აბრალებს რომ ესე გავრცელდაო ეს გაუგებარი ეს პლატონიზმი ეს ქრისტიანობა ესეთ ბერძნულ სამოში რაღაცა ხო რაღაცა ელინურ სამოსში თორე ხო ჩვენშიც ასეა გავრცელებული სულ ჩვენს შესაძლოა რომ ბუნება არსის სუბსტანციური ონტოლოგია ჩვენთან ბუნების არსის შინაარსის პირველადობა და მერე იქ ღმერთი არსებობს გიორგი არსებობს მარიკა რაღაცა მაგი და რაღაცები ჯერ არსებობა მერე ისინი რაღაცაში ასე ვთქვათ ხო ეს არის სუბსტანციონალისტური ონტოლოგია და აი მართლმადიდებლები ამხედრდნენ ახლა უსაქმურობით კი არა უბრალოდ ამბობენ ყოფიერება ეგრე არ არის ყოფიერება პიროვნულია ყოფიერება არსებობს მე ურთიერთობიდან. აი კაც ურთიერთობა შემოვიტან, იმიტომ რომ ეს მეც თითქოს შეიძლება ვიღაცამ თქვას, კეცა ეს რა მნიშვნელობა ხა მე იქნება სუბსტანციის შინაარსი თუ უბრალოდ არსებობა იქნება რაღაც ხო მოკლედ ეს სამი წიგნიდან ფუნდამენტური წიგნიდან ეს პირველი ორი ეხება ზუსტად პიროვნულობისა და ეკლესიის შესახებ სწავლებას, აი მოწოდება აი ყოფიერების თემებს უტრიალებს, რომ ყოფიერება სულ სხვაგვარი არის თავისი ესე იგი პრინციპები და შინაარსი. და არსებობას აქვს სხვა პრინციპი და ეს პრინციპი არის ეს როგორც ვთქვით, საკუთარი თავიდან ნაწარმოები და აუცილებლად სხვამდე მისული. საკუთარი თავიდან ნაწარმოები და აბსოლუტურად სხვამდე მისული და ერთსაც დამორჩა. აი როგორც ჩვენ ადვილად გავიგოთ ეს რომ მამა არ არსებობს არასდროს მამობის გარეშე. ღმერთი არსებობს როცა ის მამაა და როცა ძეა. აი რომ მამას რო შობს ძეს და სულიწმინდას გამოვლენს მაშინ არსებობს. ანუ ეს კონკრეტული ვიღაცა, კონკრეტული ვინმე არის ეს მამა, კონკრეტული ვინმეა, ხო? აი ის აუცილებლად გადის და ის ვისთანაც მიდის, ისიც ძალიან თავისი თავია და ის მისი თავისი თავადობა ფიქსირდება, ან ჟღავდება მხოლოდ ამ ურთიერთობაში, როცა ის ძეობს, როცა ის მამობს, როცა ის გამოავლენს, ეს როცა გამოვლენილია. ანუ ყოფიერებას აქვს ესეთი რელაციური და ჰიპოსტასური, ანუ საკუთარი თავის წარმომდგენი. არაფერი იმპორტული სიტყვები, მაგრამ მე ადვილად მივეჩვი, არაფერი უსაშველო ამაში არ არა. 5-6 ჯერ ეს დაატრიალებ და მივხვდები. როგორც
ექსტასისი და ჰიპოსტასისი ყოფიერების. ანუ გამოდის აუცილებლად, ამიტომ გამოდის სულ ურთიერთობაშია და სულ საკუთარი თავით გამოდის, საკუთარი სახელით გამოდის. და რაღაცა იმ ყოფიერების არსებობის შინაარსი მოკლედ იცვლება. სხვა არის ჩემთვის არაუბრალოდ ეთიკის საგანი, რომ სხვას კარგად მოგწ, არამედ არსებობის სიცოცხლეში დარჩენის ყოფიერების საგანია. საკითხია ეს ჩემთვის. ონტოლოგიური საკითხია, სხვა. მიყვარს არ მიყვარს, შევძლებ არ შევძლებ, პატივცემ არ დავამკვიდრებ, დავტოვებ ცოცხალს, დავჩაგრავ, ეთიკის საკითხი კი არ ხდება. არსებობის საკითხები მოკვდები, მკვდარი ხარ, სიკვდილს ივერგავ შენთვის. სიკვდილ არაფერი არ დარჩება შენგან. თუ სიძულვილი ხარ, მალცარიელი მარტო ტკივილი დარჩები. თუ სიძულვილი ხარ, მარტო ტკივილი დარჩები. თუ გასვლა ხარ სხვისი მოწვევა და შენი გასვლა და სხვისიც აღორძის, სხვისიც მოწვევა, ხო, სხვისიც თავისთავად გაჩენა, ის რომ თავისთავად გაჩნდეს. თუ ეგეთი ვინმე ხარ, მაშინ შეესაბამებდეთ ცოცხლობ რა. დაახლოებით ესეთ რამები უნდა ხდებოდეს ჩვენთან ლიტურგიაში, წირვაზე რო ვიკრიბებით, ეგეთ რამე უნდა ხდებოდეს, მაგრამ იქ კიდე ცალკე მღვდელია თავარ როლში და იქაც მოკლედ ჩვენი საშველი ხო და ეგ მინდოდა მე თქვა და მართლა დავამთავრებ ამითი რა. აი სანამ მღვდლებს დაუტოვებთ მხოლოდ ქრისტიანობას და აი ხა მართლაც თქვენი აქ ყოფნა დასაფასებელია ბატონზაზე განსაკუთრებულად ყველასი, მაგრამ ფილოსოფოსებს მაინც შეუმდგარი ფილოსოფოსი ვარ და იმიტომ. ხო და ეს ჩვენი საქმე მოკლედ რა, ყველასი. და მე მინდოდა რომ ამითი თქვენ მომეწამლეთ და მაინტერესებინეთ ტექსტები არის მეგობრულად ყველა ტექსტს მოგცემთ ისე გავრცელებით მაინც უფლება არ მაქვს იმიტომ რომ რაღაცა ზოგი ის პირველი წიგნი სამი ძირითადი წიგნია ყოფიერება როგორც თანაზიარება დაახლოებით ალბათ ესე ყოფიერება რომ რელაციური ხასიათისაა ეგ რა თემებს ეხება წარმოიდგინეთ ყოფიერების თემებს ვიღაც ჰაიდეგერი წერდა და 30 წლის მერე ითარგმნა ქართულად ჩვენ უკვე გვაქვს წარმოიდგინეთ ეგ წიგნები რა ყოფიერება როგორც თანაზიარება ეს პირველი წიგნია ფუნდამენტური ბევრი წიგნია იმხელები მეორე არის თანაზიარება და სხვადყოფნა თანაზიარება და სხვადყოფნა და მესამე და ძირითადად მთავარი წიგნი არის ეს რომელსაც ისე ველოდი როგორც თვითონაც ასე ელოდა თვითონაც ამობდა რომ ამასამე წიგნს ნეტა მეორედ მოსვლამდე თუ მოვასწრებთ ალბათ მეორედ მოსვლამდე იმიტომ რომ ეხება აი სწორედ ესქატონს ბოლო როგორ განსაზღვრავს ისევ ონტოლოგიას ისევ ყოფიერებას როგორ განსაზღვრავს ესქატოლოგიური ონტოლოგიისთვის ესქატონი ბოლო წერტილი როგორ განსაზღვრავს მთელ ყოფიერებას წარსულს და აწყობს აწყო შობილი მომავლისაგან შობილი არის ეს აწყო შობილი წარსულის ეს არ არის ისე რა ქვია ჩვენი ონტოლოგია ეს ვინაც ციცერონი თუ იღოს მე ილია მართალმა კი რაღაცა მხატვრულად თქვა გასაგებია მოკლედ სასწაული რაღაცეებია ეგ წიგნი ეგ ბოლო რაღაცა ვითავხედეთ აგერ არიან ჯგუფის წევრები მრევლმა წარმოიდგინეთ ენა ჩვენ არ ვიცით კითხვა ჩვენ არ ვიცით და ქართულად არის აუდიო მასალა რო იცოდეთ YouTube-ზე მთელი წიგნი 23 საათი ჯერ უთარგმნელი წიგნი 23 წელს გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნი ჩვენ გვაქვს ქართულად ისა რა ქვია აუდიო ვერსია თუ დაძებნით ინტერნეტში და მომიმატებთ ლაიქებს ნახვებს ისე უყურებ ხოლმე რამდენი კაცი მოიწამლა კიდე ზიზილასი დავა კიდე ნა ვისაუბროთ თუ ისე რა ქვია თუ ინტერესი გამოიწვია ეგ არის რა მე ადრე თქვა ერთხელ ისე რა ქვია გიდმა რომ ჩემთვის ყველაზე დიდი დაფასება არისო შეკითხვებით ხვდები რომ ინტერესიაო კიდე მაგ ერთი ძალიან მაგარი ამბავია რიჩარდ ფეინმანის ძალიან მაგარი წიგნია ისე რა ქვია ავტობიოგრაფიული და ის ამბობს რომ ის რო სიტყვას ამბობს რომ ფიზიკოსი ნობელიანტი ტექნიკური პერსონალი ერთხელ გავიდა და უთხრა თურმე შესვენებაზე რომ თქვენ ალბათ პროფესორი არ ახართო ხო? როგორ კიო და რატო და თქვენ ველაპარაკობთ ყველაფერი მესმისო და ეს უღაცები ველაპარაკობენ არაფერი არ მესმისო და ამიტომ მართლა იშვიათად მაგრამ როდესაც სხვა დროს სადმე ვარ ხოლმე და როცა ვხედავ რომ ბიჭები რომელიც ოპერატორები ან ტექნიკური პერსონალი რაღაცას მისმენს მაგრად აი გრძნობ რომ ყველაფერი შევძელი რაღაცის თქო ღმერთს მოკლედ არაჩვეულებრივად მშვენიერი სახე აქვს, დიდებული სახე აქვს ღმერთს. და ისე რაღაცა ცუდად დაცული ღმერთი კიდე უფრო საშინელება ხდება. ღმერთი რომელსაც იცავ და ამბობ რომ აი რაღაცა ისე რა ქვია ბატონ პატრონია ყველაფრის მზრუნველია, კეთილია. რო გეკითხებიან მაშინ რატო ვერ დაიცვა ბავშვი სიმსივნისაგან რომელიც შენ აზიარე ხა ჩემ თავზე აი აზიარე წამოვა და მამამის მირეკოს გარდაიცვალა 8 წლის ბავშვი ხო
ან სტიქი ან რაღაცა. სად არის ზრუნვა სხვაგან არის, სხვა ჭრილში აქ ტკივილს ერთად გავდივართ, რაღაცა სხვა არის, მოკლედ აი სხვაგვარად დაცული ღმერთი უკვე ჩვენ გულამდე აპირიქით უფრო აფუჭებს მის სახელს და სახეს და აი ეს ავტორი აი იმ თემ ბრწყინვალებასაც მართლმადიდებლობამ ესე თქვა ღმერთის სახელს შეუნარჩუნა. კიდე შესაძლებელია რომ დაიჭიროთ. ამიტომ ვისაც ეს სურს ძალიან მინდა რა ცუდ ვარიანტებს უბრალოდ ჩვენ მრევლში უკვე ვთავთ ხოლმე ეგრევე რომ დაიწყებენ ახლა რაღაცა ცუდი სახით ღმერთის სახელის რაღაცას მე ისეთი ვარ კრიტიკული ვარ ხოლმე და არის კარგი ვარიანტებიც მოკლედ იმის თქვა მინდოდა რა რადგან შენ აიღე იქნებ უთხრა ადამიანს ან შენ კონდეს რაღაცა მე და ბეკაც ვერ თანხდებით პოსტმოდერნი და ზიზიულასი რომ მეგობრობენ უკვირს გიგას ისე დიდი მადლობა მამა გიორგი ძალიან საინტერესო მოხსენება ქადაგება იყო ალბათ აი ამასთანავე საბერძნეთში ვიყავით ვოლოს აკადემია ესეთი კვლევითი ცენტრია ფაქტობრივად მართლმადიდებლური თეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და იქ ვიკითხე აი ამ აკადემიურ თეოლოგიას და მრევლს შორის როგორ აბავთ მეთქი კავშირს და ვერ ვაბავთო და აი მამა გიორგი მაგას ცდილობს რომ აი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუძემდებლური იდეები მართლმადიდებლობისა და სხვა არაფერი არ არის მართლმადიდებლური თეოლოგია თანამედროვე თუ არა ტრადიციული ასე ვთქვათ კლასიკური მამების ინტერპრეტაციის და მათი შრომის შედეგების თანამედროვე სამყაროში თანამედროვე ადამიანისთვის გასაგებად წარმოჩენა ხომ და მე ვფიქრობ ეხლა რაღაც კათინაური გამომივა მაგრამ არ არის ეს საკათინაუროდ ნათქვამი რომ მამა გიორგი ერთ-ერთია ვინც მინახავს ვინც აი ურთულეს თეოლოგიურ ფილოსოფიურ საკითხებს წარმოაჩენს ჩვენთვის გასაგებ ენაზე თუ შეიძლება ასე ითქვას და ეს არის მიზანი პრინციპში თეოლოგიისა უბრალოდ ერთ სამამატებ რომ ზიზიულასის თეოლოგიური მოღვაწეობის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რადგან წეს კიდევაც თვითონ რომ თანამედროვე კულტურის და თანამედროვე ცნობიერების კატეგორიებით ენით აემეტყველებინა კლასიკური ტრადიცია, ასე ვთქვათ, მართლმადიდებლური ტრადიცია აემეტყველებინა რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა საფრთხო წერილი. და აი ეს ერთი დიდი მცდელობა არის, მოკლედ თანამედროვე სამყაროში ამ თვალსაზრისით და ამიტომ არის ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი მისი სახელი. მე დამავიწყდა მე თქვა კონკრეტულად მადლობა გადამეხადა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გამო უკვე ჩემი ნახსენები ვოლოსის აკადემიისთვის და კონკრეტულად არის ესეთი შესანიშნავი თანამედროვე თეოლოგი პანტელის კალაიძიდისი რომელიც გახლავთ სწორედ ამ ვოლოსის აკადემიის წამყვანი თეოლოგი ხელმძღვანელი კი ბატონო საბერძნეთში და იმდენად გაოცებული იყვნენ და როგორ ვთქვა ბედნიერები იმით რაც მამა გიორგი მათ უთქვა რომ პირველი ნომრები ასე ვთქვათ მათ დაბეჭდეს საბერძნეთში რამდენიმე ნომერი 20 წელი ხო მე მგონი აი უბრალოდ სიმბოლურად და აი გაავრცელებთო ქართველებთან ამ ჟურნალს მისი სტატიაც არის აქ თარგმნილი პირველად არის ახმიანებული ქართულად თუ არ ვწდები პანტელისი ეს არის უნიკალური ნომერი ამ კუთხით იმიტომ რომ მართლაც აი წამყვანი თეოლოგები არის ასე ვთქვათ აჟღერებული ქართულად სწორედ იმ ფუნდამენტურ საკითხებზე რომლებსაც უტრიალებდა მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ უთხრა სარედაქციო ჯგუფის წევრებს განსაკუთრებით აი მამა გიორგიმ უკვე ახსენა თამარ გძელიძეს მადლობა ხო არა ყველას ვიტყვი ახლა ზურაბჯაში იმთავითვე ესე იგი ზღვარის დაარსებისთანავე ერთად მუშაობდით ზღვარზე ფასდაუდებელია მისი შრომა ზოგადად აქაც არის მისი შესანიშნავი თარგმანი ასევე მამა ილია ჯინჯობოვა ასევე არის თარგმანი წარმოდგენილი ძალიან საინტერესო სტატიისა და როგორც გითხარით მამა ილია და კონსტანტინოპოლის ქართველთა სამრევლო არის ხარდამჭერი ამ ბეჭდვის თვალსაზრისით აი ფინანსური წვლილი სწორედ მან გაიღო რითაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა უთხრა და ასევე მადლობა მოვახსენო
გარდა უცხოელ ავტორების, ასე ვთქვათ, წარმოჩენისთვის, ასევე აი ამ უსასყიდლო თარგმანისთვის მადლობა მოახსენო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ჟურნალის თარგმანში. ხარ მინდა ვინმე გამომწევს და ყველას ვერ დავასახელებ ამის გამო. ორი სიტყვით ვიტყვი იმას, რომ ჩვენ მზადა გვაქვს ფაქტობრივად მეორე შემდეგი გამოცემა, ასე ვთქვათ, შემდეგი ნომერი ამ ჟურნალისა, რომელიც უაღრესად საინტერესო საკითხს ეხება, ჩვენ თემატურად გამოვცემთ ამ ჟურნალებს, უაღრესად საინტერესო საკითხს ეხება, ეს არის ღმერთის წინაშე წარდგომა ადამიანის, აი რას გაიგებს ადამიანი, როცა წარდგება ღვთის წინაშე. როგორი იქნება ის სიტყვა, რომელსაც ღმერთი ეტყვის სახარების თანახმად და საეკლესიო ტრადიციის თანახმად ადამიანს, ხომ? ჩვენ ვიცით, რომ აი ეს სიტყვა დაკავშირებულია სწორედ სიკეთესთან. და სიკეთის მიხედვით ფასდება ამ თვალსაზრისით ადამიანს და უაღრესად საინტერესო სტატიები იქნება ამ ნომერში წარმოდგენილი და იმედია მოვახერხებთ ამ ნომრის გამოცემას მიუხედავად იმ პრობლემებისა, რასაც გვიქმნის ეს კანონები, კაბალური კანონები, რომლებიც შემოიტანა ხელისუფლებამ და ეს ფინანსური, ასე ვთქვათ, მხარის სიმწირე. მაგრამ მაინც მოვახერხებთ ამის გამოცემას, იმედია ყველა გავაერთიანებთ ამ თვალსაზრისით ძალებს. შემდეგ მეორე ნომერიც აგვაქვს თუ მესამე მომზადებული ფაქტობრივად ამ თვალსაზრისით. ჩვენს დღევანდელ, ასე ვთქვათ, პრეზენტაციას აი ამ სამხადაგებლო და სალექციო ხასიათის გარდა ასევე დისკუსიის ხასიათიც აქვს და დიდი სიამოვნებით მოვისმენთ მოსაზრებებს, შენიშვნებს. უბრალოდ შეკითხვაც თუ არის ამ თვალსაზრისით მამა გიორგი დარწმუნებულია სიამოვნებით გაგცემდათ პასუხს შეკითხვებზე. ხომ აქვს რაიმეს თქმა ამ კუთხით. მამაზადა, ხო არ იტყოდი რამეს? მამაზადა და ზაცქმავდა ბატონზადაზე უნდა გადავიდეთ, ეს ბუნებრივად ესე გამოდის. ყველას გეხსოვნება ცნობილი გამონათქვამი, არც ამიკითხავს, მაგრამ გმოფო. არც ამიკითხავს და ვაკებ არ გამოვა. არც ამიკითხავს მინდა და როგორ. არა, მაგის წინგველის ასე თქვა ბედნიერება, რომ გავეცნოთ ამ თეოლოგიის და სხვა თეოლოგების მოსაზრებებს ამ თვალსაზრისით. უბრალოდ ჟურნალთან დაკავშირებით ხო არა გაქვთ რამე მოსაზრებები, რამე თქვა, დიახ. თემატურად ჩამოთვალეთ, რა და რა სტატიებია. მე ზუსტად 5 საათზე მოვედი და დამხვდა უკვე გახურებული. დაგეკითხავთ, თუნდაც ესე იგი პირველი შესავალი სტატია არის ვინაიდან საავადმყოფოდ ვაპირებდით ამ ნომრის გამოცემას, მაგრამ მე აი ამ კანონების და ფინანსური პრობლემის გამო ვეღარ მოვახერხეთ საავადმყოფოდ გამოცემა, მაგრამ შესანიშნავი შესავალი წერილია მამაილია ჯინჯოლოვასი აღდგომის ესქატოლოგიური განზომილება ეხმიანება სწორედ ზიზიულასის მიმართებას ამ საკითხისადმი. შემდეგი არის უშუალოდ ივანე ზიზიულასის მოხსენება, რომელიც მან 99 წელს წაიკითხა ერთ-ერთ ბერძნულ ცენტრში მე-3000 წლეულის წინაშე, ეკლესია მე-3000 წლეულის წინაშე და გამოწვევები. მე-3000 წლეულის გამოწვევები ეკლესიასთან მიმართებით. მე ვთარგმნე ეს წლების წინ ეს სტატია, როგორც გითხარით, აი ამით დავიწყეთ მაშინ სხვა არის გამოცემა, მაგრამ იმდენად აქტუალურია, რომ გადავწყვიტეთ და იმდენად ფუნდამენტური ხასიათია, რომ გადავწყვიტეთ ხელახლა დაგვებეჭდა 2003 წლის მერე დიდი დრო არის გასული. შემდეგ როგორც მამა გიორგიმ თქვა, ეს არის ზიზიულასის ბიოგრაფია, ესე სულიერ და ინტელექტუალური შეხედულებების ფორმირების წლები და თეოლოგიური ნააზრევი. ეპისკოპოს მაქსიმ ვასილევიჩის შესანიშნავი თანამედროვე თეოლოგის ნაშრომია თარგმნილი, მამა გიორგიმ თარგმნა. შემდეგ არის თეოლოგობა 21 საუკუნეში, რეფლექსია მიტროპოლიტ ივანე ზიზიულასის მემკვიდრეობაზე, ეს თარგმანი შემოგთავაზა მამა ილია ჯინჯოლოვამ. შემდეგია არისტოტელე პაპა-ნიკოლაუ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე საერო თეოლოგია. მისი ნაშრომი ძალიან პოპულარული დღეს არა მარტო მართლმადიდებლურ წრეებში, ეს არის მისტიკური როგორც პოლიტიკური და ერთ-ერთი ის ავტორია, რომელიც ცდილობს სწორედ იმ ხაზის გაგრძელებას, რასაც აი ვთქვათ ნეოპატრისტული სინთეზიც ქვია ერთი მხრივ, მეორე მხრივ იმ ხაზის გაგრძელებას, რასაც ივანე ზიზიულასი
ავითარებდა თანამედროვეობის კულტურის, სოციალური გამოწვევების და პოლიტიკური წესრიგების მართლმადიდებლური პოზიციიდან, მართლმადიდებლური თეოლოგიის პოზიციიდან გააზრებას. და შესანიშნავი ნაშრომი აქვს წარმოდგენილი დისკუსიის შესახებ. ვლადიმერ ლოსკი მოგეხსენებათ ალბათ ყველას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თეოლოგი, მართლმადიდებელი, რომელიც უფრო აპოფატურობას უსვამს ხაზს, ღმერთის შეუმეცნებლობას უსვამს ხაზს და ტრანსცენდენტურობას ღმერთისას და აი ეს ერთგვარი დისკუსია ზიზიულასა და ლოსკის შორის განხილული, იმიტომ რომ ზიზიულასი უფრო მეტად ონტოლოგიურ ხასიათს ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე აპოფატურ ხასიათს და ტრანსცენდენტურ ხასიათს ღმერთისას და ძალიან საინტერესო ნაშრომია. ყველას გირჩევთ, აი სწორედ ამ ნაშრომით დაიწყოთ ამ ჟურნალის კითხვა. ასევე უაღრესად საინტერესოა ესქატოლოგიასთან დამოკიდებულება ზიზიულასთან. მამა გიორგი მოგეთქვა, რომ ეს არის ფაქტობრივად მომავლიდან გაგებული დროსირცული კონტენტი. მე აბსოლუტურად ხარ, თუ აბსოლუტურად. ეს ხო, უკუ პერსპექტივიდან აღქმული, ასე ვთქვათ, შებრუნებული პერსპექტივიდან აღქმული დროის კონტინუუმი, თუ შეიძლება ასე ითქვას და აი ამას ეძღვნება როვან უილიამსის სტატია, რომელიც თამარ გრძელიძემ თარგმნა, შემდეგი ესქატოლოგია და მომავალზე ორიენტირებული ჰერმენევტიკა თანამედროვე მართლმადიდებელ თეოლოგიაში. ეს არის აი პანტელის კალაიძიძის ასევე შესანიშნავი ვრცელი თხზულება, რომელიც ისევ ამ საკითხს უტრიალებს და მისი გიორგი ხუროშვილი და დიდი მადლობა მინდა უთხრა აი ამ უსასყიდლო შრომისთვის ბატონ გიორგის. შემდეგია რადუ ბორდიანოს შესანიშნავი თეოლოგის სტატია პრიმატები და პრიმატი იოანე ზიზიულასის მიხედვით აქ ეხება ის ასე ვთქვათ აი ამ ცენტრალურ საკითხს ეკლესიოლოგიის თვალსაზრისით, თქვა კათოლიკე ეკლესიასა და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის და ბოლოს სტატია თარგმნილი გახლავთ იოანე ზიზიულასის წიგნიდან ერთი და მრავალი სწავლება ღმერთის, ადამიანის, ეკლესიისა და სამყაროს შესახებ. პოლ მაკპარტლანი არის ამ სტატიის ავტორი, ის არ გახლავთ მართლმადიდებელი თეოლოგი, მაგრამ შესანიშნავი მცოდნე არის ზიზიულასისა. ეს სტატია თარგმნა თამარ გრძელიძემ და აი რეზიუმე ბოლო, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, ტექსტიც ეკუთვნის ქალბატონ თამარს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ნომერზე მუშაობდა და ასევე მადლობა ყველას, ვინც დაინტერესდით ჩვენი ჟურნალით და ვინც აი დღევანდელი ქადაგება მოხსენებითაც, ასე ვთქვათ, შთაგონებულები ხართ და მიხვალჩინ და წაიკითხავთ ამ ალბათ უნიკალურ ასე ვთქვათ გამოცემას ამ კუთხით, ესე იგი აკადემიური თეოლოგიისა და აი კლასიკური მამების კლასიკური თეოლოგიის რაღაცა დიდ ნაჯვარს, თუ შეიძლება ასე ითქვას, დიდი სინთეზის მცდელობას. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ვინმე იტყვის ალბათ და მაგით დავიწყე კიდევაც რომ დავწერე პოსტი Facebook-ზე, რა დროს ეს არის, რა ქვია, პრეზენტაცია და ჟურნალი და რა დროს ესქატოლოგია, როცა ზღვარზე ვდგავართ მართლა, ბევრი თვალსაზრისით, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული თვალსაზრისით, რელიგიური თვალსაზრისითაც, მაგრამ სწორედ ასეთი მუშაობის დროც არის ჩვენი აზრით, იმიტომ რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენ გავიაზროთ ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი სარწმუნოებრივი ტრადიცია, არა იმენით, რითაც ხშირად გვესმის ხოლმე, არა რაღაცა გეოპოლიტიკური და რუსკი მირის ნარატივებით და დუგინისეული ინტერპრეტაციებით, არამედ გავიაზროთ სწორედ ისე, როგორც მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას იაზრებდნენ ჩვენი წინაპრები და დიდი თეოლოგები, მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ღვთისმეტყველები. გავიაზროთ ისე, როგორც ის არის მოწოდებული საფრთხო წერილში, ხო სწორია? და ამ კუთხით ჩემი აზრით მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ისმოდეს მუდმივად და ზღვარი არ არის დღეს უნიკალური ამ გაგებით, იმიტომ რომ არის კიდევ გულიგონიერი ეგეთი ჟურნალი, რომელიც ასევე ცდილობს თანამედროვეობისა და ტრადიციის ურთიერთმიმართების გააზრებას სწორედ კლასიკური თეოლოგიის და თანამედროვე თეოლოგების მეშვეობით. არის რამდენიმე საიტი, სადაც მართლმადიდებლობას სწორედ ამ თანამედროვე კონტექსტში განიხილავენ ხოლმე, მაგრამ
ვფიქრობ, აი ამ თვალსაზრისით ზღვარიც რაღაც თავის როლს ასრულებს. მართალია სულ 200 წელს გამოვცემთ, მაგრამ რაღაც მდოგვის მარცხის პრინციპია, ჩემი აზრით და ამ კუთხით მუშაობს. ხო არ არის მოსაზრებები, ხო არ გსურთ ვინმეს რაიმეს თქმა? დიახ. თუნებას მომცემთ, მე უშუალოდ შინაარსზე არ ვიტყვი, მაგრამ თვითონ ამ ჟურნალის იდეაზე ძალიან ისეთი პირად დამოკიდებულებას, რომ ზუსტად იზიარებს გრიგოლ ფერაძის სულისკვეთებას და მის გზას თავისი იდეით ეს ჟურნალი. აი, მე მგონი შეიძლება ჩათვალოთ ბექამაც და მამა გიორგიმაც, რომ არიან ამ გზის გამგრძელებელი, იმიტომ რომ ეს უნიკალური ხიდი მეცნიერებას, თეოლოგიასა და საზოგადოებას შორის, აი თითოეული ჟურნალი ამას ადასტურებს. და აი ესეთი პირადი ისე ვთქვათ კომენტარიც მინდა დავურთო, რომ პირველად როცა წავეკითხეთ, როგორ მომზადდა ეს ნომერი, თვალში მომხვდა სწორედ კონსტანტინოპოლის სამრევლოს მხარდაჭერა და გამახსენდა სტამბოლში კათოლიკური ეკლესიის, ქართული კათოლიკური სავანის, ფერიქოვოს მონასტრის ძალიან დიდი წვლილი, როგორ გამოსცემდნენ წიგნებს, როგორ გამოსცემდნენ იმ დროს თეოლოგიურ საერთო ლიტერატურას და იქიდან როგორ ეხმარებოდნენ საქართველოს და რაღაცა გასხივოსნდა აი ეს წვლილიც და ძალიან კარგი პრეცედენტია. შეიძლება უშუალოდ სიზიულას არ ეხება, მაგრამ საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა და ამისთვის მინდა რომ მადლობა გადაუხადო მათ, რომ ასეთი კარგი მაგალითი მოგცა დღეს მართლა ზღვარზე მყოფ საზოგადოებას და თუნდაც ეკლესიას. დიდი მადლობა. ეს ჯაჭვი არ არის გაწყვეტილი, მინდა გითხრათ, ისე ცოცხალი ეს მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის ეს ურთიერთობები, მაგრამ ჩვენთან ამას ასე ვთქვათ ხილვადი ხასიათი ბევრი მიზეზის გამო არ აქვს მაინცსა და მაინც და იმედია მომავალში ბევრი რამ შეიცვლება. ამ იმედით ვცხოვრობთ და ამ იმედით მუშაობთ ამ მიმართულებით. დიდი მადლობა რომ ასეთი შეფასება როგორ ვთქვა, გაისმა გრიგოლ ფერაძის რაღაც გზას და მის შრომას რომ შეადარეთ ჩვენი შრომა, მაგრამ შორს ავართ ამისგან რა თქმა უნდა ძალიან. მე მიუხედავად რომ ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ერთს ვიტყვი რა კი ესე გაჟღერდა გრიგოლ ფერაძის სახელი, რომ უახლოეს მომავალში სექტემბერში გვექნება პატარა გამოცემა გრიგოლ ფერაძის ცნობილი ქადაგებებისა მამაო ჩვენოს შესახებ. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტი ჩემი აზრით, სწორედ იმ კუთხით, რომ ის არის ემიგრაციაში წარმოთქმული პარიზის მის მიერ გახსნილი ეკლესიის, ასე ვთქვათ, სამრევლოს წინაშე წარმოთქმული და ძალიან მწვავედ საუბრობს ემიგრაციის და სამშობლოს ურთიერთმემართების პრობლემებზე, რაც ვფიქრობ დღეს აქტუალურია, მაგრამ ამავდროულად უნიკალურია იმ გაგებით ეს ქადაგებები, რომ ადამიანის და ღმერთის ურთიერთმემართებას განიხილავს სოციალურ ჭრილში და ამ თვალსაზრისით ცდილობს მოუძებნოს კუთხე ინტერპრეტაციისა მამაო ჩვენოს. აი მაგალითად საუბრობს იმის შესახებ, თუ რა არის ანდერძი ღვთისა, ხომ? ანდერძი ღვთისა არის თავისუფლების, თანასწორობის და უფლებების დაცვა. რა არის სამშობლო? სამშობლო არ არის მთები და ველები და ტაძრები. არამედ სამშობლო არის თითოეული ადამიანი, ხო, რომელსაც ჭირდება მხარდაჭერა. ეს უნიკალური გააზრება ჩვენი რეალობისათვის, მე ქართულ რეალობას გულისხმობ ამ თვალსაზრისით და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბევრი ადამიანი გაეცნოს ამ ტექსტს, ამ ქადაგებებს და რაღაცნაირად გადაიაზროს კიდევაც თავის დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი, მწვავე საკითხებისადმი. ეს ქადაგებები იძლევა ამის შეაძლებლობას. ასე რომ სულ მალე გვექნება ეს ქადაგებებიც. არის ორჯერ არის გამოცემული. დიახ. იმედი მაქვს კიდევ იქნება გამოხმაურება ჩემს მერე მე ცოტა შენიშნა მინდა და მე კარგად დამთავრდეს ეს ამბავი. ბექა ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი ქართული მართლმადიდებლობისა თუ ჭყალებში ასე ვთქვათ, ხო? არის ის რომ თეოლოგები არ ყავს ძლიერი, არა? მოყოლებული იქიდან იოანე პეტრი და არსენი იყალთოელის შემდეგ, ხო, დიდად ვერ დავიკვეხნით. და ამ ხრივ ცოტა გამონათებაა ერთგვარი ჰომილეტიკის მხრივ მამა გაბრიელის ქადაგებები, ნუ ეს ხო, კი.
მაგრამ რა კუთხით მინდა თქვა ეს რომ აქ როგორც მე მივხვდი ქართული არ არის ორიგინალური ქართული ნაშრომი არა ჟურნალში თუნდაც ხომილეტიკა რო იყოს თუნდაც მამა გიორგის ახლა ერთი შესავალი წერილი რო იყოს ხოლმე დაუშვათ ქართველი მღვდლის ვინმესი ხო აი რასაძუნება დაუშვათ რა თემატიკაა და ამის შესახებ რომ იყოს თუნდაც რომ არ კონდეს რაღაცა ესეთი ნახევრად ღრმა ნახევრად პოპულარული სტატიაც დაუშვათ ხო აი მე ამას ვისურვებდი უბრალოდ დიდი მადლობა და სწორი შენიშვნა ოღონდ ეს შენიშვნა რაღაცა უკვე გათვალისწინებულია იმიტომ რომ ზღვარის იდეა რა იყო ზღვარის იდეა იყო ერთი მხრივ კლასიკური პატრისტიკული ტექსტების ხელახლა გახმიანება მაგრამ პირველ ნომერში ვთარგმნეთ იოანე ოქროპირის ანათემის შესახებ აი სრულიად ამსხვრევს ანგრევს წარმოდგენას ანათემაზე იოანე ოქროპირი ამ თვალსაზრისით ხო აი როგორც ჩვენ გვინდა რომ დაწყევლა და შეჩვენება ადამიანს სრულიად განსხვავებული პოზიცია ამ კუთხით ვთარგმნეთ და დაუბეჭდეთ მაქსიმე აღსარებლის დიონისი აროპაგელის თხზულებები და ასე შემდეგ გრიგოლ ღვთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელის ერთ-ერთი ფუძემდებლური ტექსტების ფრაგმენტებით და ყველა ნომერში ეს არის ისევე როგორც ქართული ჰომილეტიკური ტრადიცია მაგალითად ყველა ნომერში აი თუ ნახავთ გადააულებთ თვალს წინა ნომრებს ნახავთ ან გრიგოლ ფერაძის ან მამა ილია მელიას ქადაგება დაუბეჭდეთ მაგალითად რომელიც სამწუხაროდ მივიწყებულია მის სახელი ხო გრიგოლ ფერაძის გზის გაგრძელებელია ფაქტობრივად მამა ილია და შესანიშნავი პატროლოგი იყო ამავდროულად ან გაბრიელ ქიქოძის სტატიები გვინდა მოამზადოთ შუშანიას ალექს შუშანიას ასე ვთქვათ ასკეტიკური სენტენციების გამოცემაც მომავლისთვის და ასე შემდეგ. ანუ ამას ვაკეთებ ჩვენ ისევე როგორც თავიდან რომ დავიწყეთ აი 2003 წელს 4 წელს ჟურნალ ზღვარის გამოცემა ფაქტობრივად ძირითადი ნაწილი აი 90% იყო თარგმანები, იმიტომ რომ არ ყავდა ის ადამიანები მაშინ ვინც ორიგინალურ ტექსტებს შექმნიდა და ახლა უკვე აი 80-90% ზღვარისა ქართველი ავტორები არიან, ამავდროულად არის ეს ჯაჭვი პატრისტიკასთან, კლასიკურ ტრადიციასთან და ამავდროულად არის ჯაჭვი ქართულ ჰომილეტიკურ ტრადიციასთან, ისე როგორც აკადემიურ თეოლოგიას, აი პეტრიწი ახსენეთ და გვინდა ამასთან დაკავშირებით რაღაც გამოცემის მომზადება, სტატიის მომზადება ამ კუთხით. მაგრამ აი ეს ნომერი არის უნიკალური იმ გაგებით, რომ ყველანი შევთანხმდით, რომ აი უცხოელ ავტორებისთვის დაგვეთმო ზიზულასის მემკვიდრეობაზე საუბარი, რომ ისინი უფრო აკადემიურად და სამეცნიერო თვალსაზრისით უფრო ზუსტად გამოხატავენ და გამოთქვავენ იმას, რისი თქმად სურდა ზიზიულას და იმ პრობლემებზე უფრო ფართო კონტექსტით საუბრობენ, რა პრობლემები წამოწია ზიზიულასმა და ამის მიუხედავად აქაც არის, როგორც გითხარით, ესე იგი, მამა გიორგის შესავალი შესანიშნავი პატარა სარედაქციო წერილია, შემდეგ მოდის მამა ილიას წერილი ჯინჯოვავასი და ბოლოს სრულდება ქალბატონი თამარ გძელიძის სარეცენზიო ხასიათის პატარა ტექსტით. ხო, არის. ძირითადად მაინც დავუთმეთ თანამედროვე უცხოელ ავტორებს. შემდეგი ნომერი 95%-ით ქართველი ავტორების შესანიშნავი ტექსტები. აი ძალიან კარგი ნომერი გამოდის მართლაც, ერთ-ერთი საუკეთესო. ხო, რა გაქვთ ამის თქმის სურვილი კიდე? დიახ. პირველ რიგში დიდი მადლობა, ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე თქვენთან შეხვედრა და თქვენ ჯგუფთან ერთად. რა მაინტერესებს იცით, ეს თქვენ თქვით, რომ 200-იანი ტირაჟით გამოდის ეს ჟურნალი. საკმაოდ ცოტა ალბათ იმისთვის, რომ რაღაც ძალიან ბევრმა წაიგითხოს, გაეცნოს. ალბათ ლინკიც არის რომელიც ელექტრონულად შეგვიძლია ხო ვნახოთ აგერ თქვენს კიდევაც რომ აუდიოც არსებობს ამაზე თუ იგეგმება რაღაც პოდკასტების მაგვარი აი სწორედ ესეთი საუბრებისთვის იმისთვის რომ უფრო მეტმა მე მინახია სხვადასხვა სამღვდელოების ვთქვათ იგივე გვერდებზე არის ინდივიდუალური რაღაც მაგრამ აი ესეთი განხილვები მსჯელობები ერთმანეთთან ვფიქრობ საინტერესო იქნება შეიძლება არის და მე არ ვიცი უბრალოდ მამა გიორგი კი წიფტება კი არა საჭირო უეჭვად უბრალოდ მე მაგალითად პირადად
იმიტომ ვერდები რომ მე რაღაცეები ძალიან არ მომწონს ხოლმე რა როგორ თქვი რა ვთქვი რაღაც კრიტიკულად უყურებ და ну ვერ ვბედა მოკლედ თორე ძალიან მინდა ძალიან გრძნობ რომ საჭიროა ეს საუბრები რა მეცნიერებთან რაღაცა ფილოსოფოსებთან და ძალიან ასევე საინტერესო იქნებოდა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან იმიტომ რომ შემოქმედი ადამიანები რაღაცა გეგონება წინასწარმეტყველად რაღაცებს ჭრეტენ რაღაცებს ისე იტყვიან ხოლმე ისე მოკლედ და გასაგებად და ზუსტად რასაც თეოლოგია ფურცლებზე შლის და რაღაც ამბებს ანდომებს რა შეიძლება ალბათ და მაგრამ იცით რა და ეს ტექნოლოგიები გადამიბირებს ხოლმე მაგალითად ახლა აღმოაჩინე რომ Gemini-ს აქვს საშუალება რომ ჩააგდო ტექსტი და ეს პოდკასტი თვითონ შექმნას გიცდიათ ხალხო აი ჩემთან არის YouTube-ის არხზე რა რაღაცა ჩემი ტექსტები მივეცი და ორი კაცი ლაპარაკობს ჩემს ათქმელს და ვიფიქრე რომ კარგად ლაპარაკობენ რაღაცა ემოციაც კარგად თან ფრანგულადაც ყველა ენას შეიძლება და ფრანგულად გავაკეთე ძალიან მაგარია და ამბობენ ამაზე მსჯელობს ერთი მღვდელი გიორგი წეროძე და ის კაციონება წეროძე ხო წერო ისეთი მაგარია ძალიან მე სომხურადაც გავაკეთე აზერბაიჯანულადაც არის რა ძალიან კარგი ჩემი აზრით კაი თემებზე მაგალითად იმაზე რომ რაღაც რეფლექსიას ჩვენში არასუსტად იყენებენ ამ ტერმინს ან დისკუსია და დისკურს ვერ არჩევენ მე თვითონ სამოსანი ძლიერ პირობით დამიწერე სამიან ფილოსოფიის ისტორიაში მართლა მაგრამ ნუ რაღაცა ტერმინების გაგებაში ისეთი ვარ აი მაგარია რომ არასწორი ხარ რაღაცა მოკლედ ესეთ რაღაცა ზუსტობებს რო წავაწყდები ხოლმე მაგაზე და კიდე კოლ-ცენტრის გოგოებთან ვარ მაგარია აი იმათ უტო მაგრამ სამარცხვინოთ ხო და მოკლედ და ამებზე გავაკეთე ეს ჩანახატები რა დისკურსი მაგარი ამბავია რომ აი შეიძლება მომავალთაობა არაფერი თავში არ შეიძლება სანამ ფუკომ რაც თქვა მშვენივრად გასაგებად გითხრა რომ თუ კი სულ მღვდელმა უნდა ილაპარაკოს ექიმმა უნდა ილაპარაკოს მეცნიერმა უნდა ილაპარაკოს სულ ესეთ არ რჩება თაობები ავტომატურად არაფერი არ შეიძლება თუ მღვდელს ალაპარაკებ ხო თუ მღვდელს ექნება ამ ცოდნის წარმოების და ცოდნის გავრცელების უფლება და ძალა თუ მღვდელს მისცემ ყოველთვის და კარგ მღვდელს დაელოდები ან უფრო კარგ არაფერი არ შეიძლება სულ ესე იქნება ხო სანამ ეს არ ჩაიშლება და სანამ არ გადანაწილდება და სანამ სხვაგვარი რაღაცა არ მოხდება ხო ეს ცოდნა რაღაცა ერთი კიდე 10 წლების წინ ნახეთ რიზომატული არ გახდება რაღაცა ფესებში ისეთ რაღაცებია სასწაული რამეებია რა მე მგონია რომ ვიზები თუ გაუქმებენ რაღაცა იქნებ აი ფუკოს ვიცნობ და გაგატარონ საზღვარზე რაღაცა კამიო წამიკითხავს რაღაცა კაფკა კარგად მესმის რაღაცა ასე რომ გავაკეთოთ მაგრამ ესე რომ არ გავაკეთოთ ჩვენ გვჭირდება ესე და ეგეთ რაღაცებზე გავაკეთე რა რომ დისკურსი და აი დისკურსია რა დისკურსი შეიძლება დისკუსია სხვა რამე დისკურსი სხვა რაღაცა და ეს ტექნოლოგიები მოკლედ ისა აუცილებლად ამის ხმოვანი მე ძალიან მომწონს ბექას არაფერთ არ მომწონს არ ვიცი კიდე როგორ მე კონსერვატორია სრულიად ამ კონსერვატორიის ხო არ ვიცი და მე ძალიან მაგრამ მომწონს არც ეს ავტორები მომწონს დიდად ხო და ხო და მაგას აუცილებლად ვახცევთ მე მინდა რომ EPUB ფორმატში გავახცევო რომ ესე კარგად იფურცლებოდეს ტელეფონში აი ბუქს ყველას აქვს ჩვენ ელექტრონული წიგნები ძალიან მაგარია რა ვიდეოც მინდა გავახცევო როგორი მაგარია რომ ტელეფონში ზიხარ და ესე ერთხელ დედის დაუცოხეს ძალიან მაგარია ძალიან ჩაუწერე ეგ ისა წიგნი წამკითხე შენ დაგლოცოს ღმერთმა შვილო კვილის ექიმთან ვიჯექე და ახლა დავიკითხე შენერად არა დიდი მკითხველი მაგრამ მაინც რო ქონდა ხელთ და კარგად რა ესე გასადიდებელი რო არა შრიფტი და PDF-ში რაღაცა საჭირტინო რო არ არის სხვა არის ხო როცა გააქვს ამიტომ აუცილებლად ამ ციფრულს რაც შესაძლება გავაკეთებ პოდკასტებს აი მაგას ვთქვი და ეგეც თუ შეგვიფასებთ მაგრამ უშევარს კიდე უფრო უკეთესი იქნება ამიტომ აი 5-6 გავაკეთე მოყვასის გაგებაზე რაღაცეებზე ამაზე დავა ისე პოდკასტი მინდა კი ძალიან მინდა რა თან ძალაც მერჩის მაგრამ მე უბრალოდ არ მომწონს ის მას რომ უყურებ ჩემ თავს მე რაღაცები არ მომწონს მაგრამ ვიღაცას ხო საჭიროა უეჭველად რაც ზოგჯერ გონია რომ რამდენია პოდკასტი მაგრამ მართლაც არ არის ერთი რელიგიური ისეთი რომ მართლა კვალიფიცირებთ მე ლაპარაკობს და მე რომ ვაკვირდები იმ ლაპარაკში უკვე ეს საქმეა რა ის ორი კაცი რო ლაპარაკობს ეს ხუთი რო უსმენს ეგეც საკმარისია უკვე პრინციპში როცა საღიაზრი ტრიალებს აი ძალიან კარგად თქვა ჩემო მეგობარმა ახლა გზაში რომ სულ უნდა ტრიალებდეს საღი აზრი კრიტიკული მსჯელობა რაღაცებს უნდა ტრიალებდეს რა არ არის უცბლი ერთ იგივეს რაღაც გამეორებით კმაყოფილება ხო აი როგორც ასეთი მაგალითი თქვა რომ ძალისთვის ყეფა საკმარისია მაგრამ ჩვენც არ არის საკმარისი ერთ იგივე რაღაც ლაპარაკი ხო საჭიროა რაღაცა განვითარება და მსჯელობების მუდმივ რაღაცა ნაკადში ყოფნა ხო სწორად თქვი პავლე ესე ამას გულისხმობდით ხო და მე მგონი ეს ამ გაგებით საჭიროა ერთიც მეორეც მესამეც და რაღაც იცი ეს რა ქვია რაღაცა
აი მე თქვენ გავაკეთეთ რაღაცა თუ თქვენ გსურთ და ლაივი ჩავწეროთ. ყველა შეუძლია საცხოვრებლად გააკეთოს პოდკასტი დარწმუნებული ამ დარბაზში. ასე რომ შეგვიძლია გააკეთოთ. პოდკასტი ძალიან მნიშვნელოვანია, კი მე დავამატებდობ და ასევე უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს, ესე იგი განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანების საუბარს, დიალოგს, რაც არ არის საქართველოს საერთოდ არ არის რამე დღესდღეობით. არ აქვს მნიშვნელობა რა საკითხზე იქნება ლიტერატურა, იქნება თუ ფსიქოლოგია, თუ ფილოსოფია, თუ პოლიტიკაზე არ ლაპარაკობ და თეოლოგიაზე, ხო? უბრალოდ განსხვავებული პოზიციებიდან ადამიანები არ ლაპარაკობენ ერთმანეთთან. და მანამდე სანამ ჩვენ არ გადავახავთ ამ რაღაცა გამოწვევას, ხო, ამ სიმძიმეს, ურთიერთობის სიმძიმეს, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული აზრი. და შეიძლება განსხვავებულ აზრთან იკამა თუ არა ადამიანთან კონკრეტულად ამ პიროვნებაზე შეურაცხყოფაზე გადახვიდე მერე და დაამცირო და არამედ არგუმენტირებულად ისაუბრო და იკამათო დისკუსიაში შეხვიდე ნებისმიერი განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანთან. მე ვოცნებობ იმაზე, რომ ერთი ისეთი რაღაცა სადისკუსიო სივრცე შეიქმნას, სადაც აი განსხვავებული, ნამდვილად განსხვავებული პოზიციები და არა ხელოვნურად ასე ვთქვათ, რაღაცა ნიღაბაფარებული პოზიციებით, არამედ აი ნამდვილად განსხვავებული პოზიციებიდან კეთილგანწყობილმა, პიროვნულად კეთილგანწყობილმა ადამიანებმა იკამათონ. და აი ეს საუბარი მოვისმინოთ და იმედი ესეთ რამეს აქამდე მივავთ და შეიძლება თქვათ თეოლოგიურ თუ რელიგიურ კონტექსტში ჩაუყაროთ ამას საფუძველი, ხო? არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მნიშვნელოვანი რელიგიებს შორის დიალოგი, ხო? ეს სივრცეც არ აქვს სამწუხაროდ. რელიგიების შორის დისკუსია მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად რელიგიაში ასე ვთქვათ, უფრო კონსერვატორულ და უფრო რაღაცა სიახლეებისკენ ორიენტირებულ ადამიანებს შორის საუბარი. ხშირად პრობლემა აქ უფრო მეტად არის, ვიდრე სხვა რელიგიების თუ მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებს შორის ურთიერთობაა, ხო? და დისკუსია. აქ უფრო მეტად არის, ესე იგი, უფრო მეტად გიჭირს საკუთარი აღმსარებლობის ადამიანთან საუბარი, რაღაცა ფუნდამენტურ ძირეულ საკითხებზე. ეს გადასალახი გვაქვს ნამდვილად და პატარა წვრილს ეხლა ყველაფერი არ შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ რა კი 20 წელია უკვე ამ საქმეს არ რაღაცნაირად არ ვივიწყებთ და ვაგრძელებთ და გვინდა რომ მომავალშიც გაგრძელდეს. პატარა წვრილს ეს ჩვენი ჟურნალით იმედია შეიტანს. ყველას დიახ. ამასობაში მეც დამეგროვდა სათქმელი. პირველი რაც მინდა უკაცრავად რომ ვზივარო. პირველი რაც მინდა გითხრათ, ეს მაპატიეთ ახლა ძალიან ზოგადი რაღაციდან ვიწრებ და ჩვენ საერთო გარემოდან განდევნილი ხალხი ვართ. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც რამდენიმე საუკუნეა გაგვდევნეს ისტორიიდან, გაგვდევნეს საერთო გარემოდან და შემდეგ და მოდივართ ამ საუკუნეების განმავლობაში უკან დაბრუნებას ვცდილობთ. და ამ დაბრუნების ფორმების მოპოვებას ვცდილობთ. ეხლა რატომ იცით, აი როდესაც გისმენთ თქვენ რა ფუნქციას ანიჭებთ ამ ჟურნალს. აი დიდი ფუნქციის რაღაცა ასპექტს რა. აი სწორედ ეს აზრი გამიჩნდა, რომ თუ არ ესეთი ძალისხმევები, როგორც თქვენი ჟურნალი არის, არ გახორციელდა ქვეყანაში, ჩვენ სასიცოცხლო გარემოში ვერ დაბრუნდებით. გესმით? და მუდმივად ვიქნებით რაღაც ორომტრიალში. შრემულში ვიქნებით მუდმივად. ეს ერთი და მეორე რა ეს ბექარას თქვით ახლა ბოლოს აი დიალოგთან დაკავშირებით. იცით ჩვენ დავრჩებით მაპატიეთ გამოთქვა ბარბაროსულ ხალხად მანამ საამდე დიალოგს არ იმას ვიზამთ დიალოგის კულტურას არ შევიცეთ. მანამ სანამდე ურთიერთობების გადაყვანას ვერ შევძლებ დიალოგის რეჟიმში. იმიტომ საიცოცხლო გარემო ჩემი და თქვენი, ჩემი და მამა გიორგისი და ყველას იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ როგორც ოპონენტები საერთო სივრცის მოძებნას ვახერხებთ. აი საერთო სივრცე არის ჩვენი საიცოცხლო გარემო. აი ეს უნდა მოგხსოვოთ ჩვენ დაპირისპირებულებმა. რაცა უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ. და მოძებნოთ აი ის, სადაც ჩვენ დამკვიდრდებით. ორივენი შევძლებ დამკვიდრებით. ჯერჯერობით ბარბაროსულად ერთმანეთს ვდევნით, ხო? ეს ერთს ვერც ამოუდგენია საპირისპიროს არსებობა ამ ქვეყნად, ის უნდა მოისპოს, მე ვიც მოდის ასე შემდეგ და აი მუდმივად ერთმანეთის საიცოცხლო გარემოდან განდევნის რეჟიმში ვართ. აი სამდე არ ვისაუბრეთ, რომ ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს ამ ქვეყნად ცხოვრება. გვინდა არ გვინდა. და ერთად ცხოვრებით უნდა შევქმნათ. აი ის
ნიადაგი რომელზეც ვიცხოვრობთ, მანამდე უბრალოდ არაფერი არ გამა. ცეხან ახსენეთ ვეხა რომ დიალოგი გვიჩის არ მხოლოდ განსხვავებული აუცილებლობების შემოძლებთან. ქრისტიანებს გვიჩის ერთმანეთთან. ეს ნიშნავს რომ ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. რომ ქრისტიანობა ყველაფერთან ერთად არის რადიკალური მიმღებლობა. ყველაზე მძიმე რაღაცისაც კი ჩემის არსებობას უშვებ. კი არ ემალები შუა საუკუნეებრივი გალავანის მიღმა. ვარდებით და იასავნებით მორთულ ბაღში სადღაც. ეგ ერთ წამოვიდგენ რომ მიწერ ბაღში ცხოვრობ. მიწერ სამოთხეში ცხოვრობ. არა, შენ იღებ იმას, სინამდვილეში იღებ თელი თავისი სიბნელითაც. კი ბატონო. ზემდე შემთხვევაში ქრისტიანი არ ახარ. ზემდე შემთხვევაში შეხარ რაღაცა. ნიღბის მატარებელი რაღაც უცნაურს. მოგე დიდი მადლობა აი ამ ძალისხმევის. დიდი მადლობა სხვაებისათვის. დიდი მადლობა. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ და იმედია საინტერესო იქნება თქვენთვის ზიზიულასის გაცნობის გამოცდილება, ვინც იცნობთ კიდევ უფრო გაიღრმავებთ ამ თვალსაზრისით ცოდნას და კიდევ ერთხელ შევხვდებით დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ნომრის გამოცემის შემდეგ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ილიას უნივერსიტეტს ლიგამუსის წიგნების კაფე მაღაზიას ჩვენი მასპინძლობისთვის. ხო, დიდი მადლობა. ვისაც არ შეგვდათ ეს ნომერი, იქნებ გითხრათ და არის ყველა? კარგით. კი ბატონო, კარგით. მადლობა დიდი.